დილომშვიდობისა დღეს 4 იანვარია, კვირა ყველას გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ დამდეგ ქრისტეშობის დღესასწაულს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, კეთილდღეობას, ერთსულონებას, გაბწყინებულ საქართველოს. მეც ყველას მოგესალმებით, ახალ წელს გილოცავთ, დამდეგშობას გილოცავთ, ბედნიერ ნაყოფიერ წელს გისურვებთ, სიყვარულის წელს გისურვებთ და დღეს განსაკუთრებული დღეა, რის გამო ჩვენ სპეციალური გამოშვებით ვართ ეთერში და მიზეზი თუ რის გამო ვართ, ჩვენს უკან ფოტოებით ნათელია ცხადია. დღეს ზუსტად 93 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში ილია ერისკოცობაში ირაკლი შიოლაშვილი დაიბადა. 3 დღის ახალშობილი შობის დღესასწაულზე მოუნათლავთ. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარას კანდელაკმა მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონის ზოილე დვალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი დაარქვეს მეფე ერეკლეს აპატივცემულოდ, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ მისი უწმინდეს ოჯახში მიშოვლეს მეფე ერეკლეში. სამთავროს მონასტერში შეხვდა ღვთისგანგებით ერთმანეთს ორი პატრიარქი. მაშინდელი პატრიარქი წმინდა კალისტრატ ცინცაძე და შემდგომში პატრიარქი, მაშინ 3 წლის ირაკლი შიოლაშვილი, რომელსაც პატრიარქ კალისტრატისგან ლოცვა კურთხევა მიუღია. გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს. მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს ძილის წინ მამა ჩემი დაძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა. ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა. მაგალითად 90-ე ფსალმოს აუცილებლად რომელიმე ჩვენგვანს გვათქმევინებდა. შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა. თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმინდანთა ქართველთა ხატის წინ მუხს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა კურთხევას ითხოვდა. ჩვენ როგორც გითხარით, დღეს ვუძღვნით ჩვენს გადაცემას სრულად მის უწმინდესობას და ესეთ ოჯახში დაიბადა პატრიარქი ილია, გაიზარდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომლის ცხოვრება და ღვაწლი ჩვენი ერისა და ეკლესიისთვის განუზომელია და მე გადაჭარბებით თუ არ გამოვა ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ჩვენი ეკლესიისთვის, ალბათ თანამედროვე სამყაროს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი, როგორც მამამთავრის, როგორც პატრიარქის და ჩვენ შევეცდებით დღეს მეტნაკლებად კიდევ ერთხელ მის ღვაწლზე ვისაუბროთ. ძალიან რთულია ეს გადაცემაში გადმოვცე და ავსახოთ თუ რამდენი რამ გააკეთა უწმინდესმა და ასევე ძალიან რთულია გამოვხატოთ ბოლომდე ეს პატივისცემა სიყვარული, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია მის მიმართ. საოცარი ალბათ ყველა ადამიანს ყავს თავის პატრიარქი. ყველა ადამიანი თვლის, რომ პატრიარქი მისია. ყველა ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც შეხვედრია მას, თვლის, რომ მისთვის განსაკუთრებული დრო გამოყო. მას ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული გააკეთა და ეს არის სწორედ მისი განსაკუთრებული თვისება, როგორც მამამთავრის, რომ ყველაზე იზრუნდა და ჩვენ გვინდა, რომ რაღაცა შეიძლება ისე მოგძალებით და პატივისცემით დიდი სიყვარული გამოვხატოთ მისი უწმინდესობის მიმართ. მიულოცოთ დღევანდელი დღე 93 წელი დაბადებიდან და ვისურვოთ თავარი რომ და ვისურვოთ ჩვენ ქვეყანას რომ დიდხანს ყავდეს ჩვენს იმედად და ჩვენი ეკლესიის მამამთავრად. ამინ და როგორც უკვე აღნიშნე, გახდა დღევანდელი სპეციალური ეთერი სწორედ მის უწმინდესობას ეძღვნება და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი კვლავ შევეცდებით შეგახვედროთ იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაში საქართველოს ეკლესიის მწყემსთავრის ღვაწლმა ბევრი რამ განსაზღვრა. შევხვდებით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, რომლებიც ბევრ საინტერესო ამბავს იხსენებენ. მოვისმენთ სურვილებს ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც წლებია ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, შესრულდება მუსიკალური ნომრები და იქნება პირდაპირ ჩართვაც ვფიქრობთ რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივა, რომელსაც სიყვარულით ვუძღვნით ჩვენს პატრიარქს. ნამდვილად და ვიდრე ჩვენ გადავალ გადაცემაზე შემოგთავაზეთ ჩართვებს ნომრებს, იმყოფებიან ჩვენთან ერთად მისი უწმინდესობის ნათლულები, ესეც უნიკალური საქმეა, მისი იდეით, აუპრეცედენტო რიცხვს მიაღწია, საგალობლის წევრები, მცირე ნაწილი ცხადია, ნათლულები მისი უწმინდესობის და ვინ თუ არა ისინი მიულოცავენ პირველი მუსიკალური ნომრით. გთხოვთ, ძვირფასო ბავშვებო, ჩვენი უწმინდეს ნათლულებო, სიმღერით მიულოცოთ თქვენს ნათლიას დღევანდელი დღე. Yeah.
დიდი მადლობა პატრიარქის ნათლულა გუნდის საგალობელი და ასევე მიულოცავ ენისენი. თქვენ უწმინდესობა, გიოცავთ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარით. მინდა მთელი გულით გისურვოთ დღეგრძელობა და კიდევ დიდხანს და მრავალ წელი ყოფილიყავით ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღვარი და კიდევ დიდხანს ფარავდეს ჩვენ ქვეყანას თქვენი ლოცვა და კურთხევა. მე ამაყი ვარ და მიხარია რომ ვარ თქვენი ნათლული და კიდევ ერთხელ გიოცავთ და მიყვარხართ პატრიარქო. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ ამ სურვილს ვერთება ათასობით ნათლული და მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ. მადლობა თქვენ ამ სიმღერისთვის, ამ განწყობისთვის, ეს მრავალჯამიერი ლოცვით უწმინდეს. რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, მანამდე მცირე ვიდეო რგოლი ვნახოთ.
გრძელდება ჩვენი გადაცემა, კიდევ ერთხელ ულოცავთ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს და ჩვენი გადაცემა დღეს ეძღვნება მას. ახლა ძალიან საინტერესო ჩართვა გვექნება, ესე იგი მრევლის ნაწილს გავუშვებ წინვალი იდეა თუ როგორ შეიძლებოდა მიელოცათ მამამთავრისთვის დაბადების დღე და წერილები უწმინდეს. აი ამ გზავნილით ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მიმდინარეობს წერილების შეგროვება, სადაც ნებისმიერ მსურველს დღეს შუადღემდე შესაძლებლობა აქვს მიიტანოს წერილი, სურვილი მიწუნა პატრიარქისადმი და მოათავსოს ყუთში და შემდგომ ეს ყველაფერი მივა საპატრიარქოში მის უწმინდესობასთან. ნინო გელაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი მოგვიყვება უფრო მეტ, რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, დილამშვიდობისა, თუ გესმის ჩვენი. დილამშვიდობისა. ახა ელისაბედ დილამშვიდობისა. მე ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან ვუერთდები მილოცვებს და ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიულოცა 93 წლის იუბილეს. ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დღეგრძელობას. როგორც უკვე აღვნიშნე, მე ახლა ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან გერთვები, სადაც განსაკუთრებული სიახლეა. აქ განთავსებულია ყუთი, რომელშიც თავმოყრილია პატრიარქისადმი მიძღვნილი სურვილები. ეს ყუთი სულ ცოტა ხანში უწმინდეს გაეგზავნება. ჩემთან ერთად ახლა არის ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ იდეის შესახებ. მამა შალვა, მოგესალმებით. მე როგორც აღვნიშნე, დღეს 93 წელი შეუსრულდა პატრიარქს და მოდით თქვენი მილოცვები რომ გაგვიზიაროთ, რას უსურვებდით? პირველ რიგში მინდა მადლობა გადავხარდო მოც ყველაფრისთვის, მადლობა ღმერთს მართლა ყველა წუთის ყველა წამის და მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ესეთ ურთულეს პერიოდში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის ილია მეორე და ესეთ დროს ეს ადამიანი გვაჩუქა ღმერთმა და 93 წლის წინ დაიბადა ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა შეცვალა ღვთისაკენ და ჩვენთვის ანუ პატრიარქი გახდებოდა, რა მდგომარეობაში იყო ჩვენი ერი სულიერად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ქრისტესთან და თითქმის არავინ არ იცნობდა ქრისტეს და შეხება არ ჰქონდა ადამიანებს ქრისტესთან ღმერთთან და იყო რეგიონები, სადაც საერთოდ აი ადამიანები მოუნათლაები იყვნენ, ტაძრები არ იყო, დანგრეული იყო თქმის ყველა სოფელში, ყველა ქალაქში ტაძრები და პატრიარქის დროს ყველა ტაძარი აღდგა, თითქმის არ არსებობს დღეს სოფელი, რეგიონი, სადაც ღვთისმსახურება არ აღესრულება. ამ ადამიანმა მთელი ჩვენი ქვეყანა შეცვალა. ადამიანებს შეაყვარა ღმერთი, ადამიანებს შეაყვარა ქრისტე, ადამიანებს შეაყვარა ერთმანეთი და ასწავლა ადამიანებს თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ჩვენ ღმერთთან და როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს სამშობლოსთან. და ბედნიერები ვართ, მართლაც ყველანი ბედნიერები ვართ, იმით რომ ესეთი ადამიანი ყავს და მინდა მას ერთადერთი რამე უსურვო. დიდხანს სიცოცხლეს არა მისთვის, არამედ ჩვენთვის, იმიტომ რომ მისი თავი გვჭირდება ჩვენ, თვითონ ჩვენ დაგავსჭირდება მისი თავი და აი მამა ნათანაელმა დამირეკა და მითხარ რომ აი მამაო რაღაცა მინდა ორ დაბადების რაღაცა გავაკეთოთო და რაღაცა სრული გამოთქვა და არ ვიცი მართლაც ეს ცირედია, უბრალოდ არ ვიცი პატრიარქს როგორ მიგველოცა, მაგრამ რაღაცა გადაწყვეტ რომ ჩვენი სურვილები რაღაცა ყველას რაც გვინდა პატრიარქს უსურვოთ, რომ პატარა ყუთში მოთავსებულიყო და მე ხურჯინით მე დღეს საღამოს პატრიარქს ალბათ მივართვეთ ამ ხურჯის ამ სურვილების წერილს პატრიარქს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ჩემთან ერთად სურვილების ყუთის იდეის ავტორი არის ახლა არქიმანდრიტი ნათანაელ მდივანი. მამა, მოგესალმებით. თქვენც უპირველესად რომ მიულოცოთ პატრიარქს იუბილე და შემდეგ უკვე რომ გითხრათ, საიდან დაიბადა სურვილების ყუთის იდეა და როგორი იყო განხორციელების პროცესი? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. იცით, ვფიქრობ ხოლმე ხშირად, მარტო ეხლა არა, რომ რა შეიძლება პატრიარქს უსურვო. და ვერ ვაგროვებ სიტყვები არ მომდის, აზრი არ მომდის, რომ ალბათ უძლურია სიტყვები მასთან და დღეს მოვიფიქრე, რომ უბრალოდ მინდა ჩემ თავს უსურვო, თქვენ გისურვოთ, სრულიად საქართველოს უსურვო, იმ ადამიანებს უსურვო, ვისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მოკლებოდეს მისი ლოცვა კურთხევა. ღმერთმა სიკეთე მისცეს და ჩემთვის პირადად, ჩემთვის პატრიარქის სუნთქვაც კი არის ძალიან დიდი ნუგეშის მომცემელი. იდეას რაც შეეხება, მე და ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახის წევრი ნინუცა. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა პანდემია იყო, ვირუსებია და პატრიარქს ისე ხშირად ვერ ვნახულობთ, მოგვინდა რომ მისთვის ყველაზე თბილი რაც შეიძლებოდა ურთიერთობა არის წერილებით ურთიერთობა და ეს მოგვინდა ჩვენ. შემდეგ მოხდა ისე რომ ეს ჩვენი აზრი
გავახმოვანეთ ჩვენს მეგობრებთან და ნუ რაღაც უყველა მოიწონა და უყველას მოიწონა აგერ მე პირველ რიგში მამა იონია ჩემი მეგობარი იმას კითხე იქვე იდგა მონასტერში და მე მამა შალვას დაურეკე ყველამ აიტაცა და ყველას ძალიან მოეწონა და იქამდე მივიდა რომ აი დადგა ეს მომენტი რომ 1000-ობით წერილი შეგროვდა 1000-ობით ადამიანი მოვიდა არ დაიზარა თავისი შვილების პატარა შვილები მოყავდათ ბევრს და ნათესავების წერილები რომლებიც ფეხზე უჭირს სიარული იმათმაც კი გამოატანეს ეს წერილები ჩვენ აქ ვიყავით ხედავდით ამ მდგომარეობას და ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი და ის ფაქტია რომ ჩვენ ყველანი უწმინდესის წინ ყველამ უწმინდესის წინაშე დავამტკიცეთ ის დიდი სიყვარული და პატივისცემა. თითქმის ჩვენ დარწმუნებულები იცით როგორ ზუსტად ვიცით რომ ყველა წერილს უწმინდესი ვერ წაიკითხავს და უბრალოდ საშუალებაც არ ექნება ვერცეთ ადამიანს მაგრამ ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ ამით რომ დარწმუნებული ვართ ის იგრძნობს ამას. აი ამ ხურჯინს რომ დაინახავს და ეტყვიან რა რაც მოხდა და რა აქტიც მოხდა ის იგრძნობს და ძალიან გაუხარდება. ნუ ესე ვართ დარწმუნებულები ჩვენ. დღეს გაიგზავნება ხო მესხუთი? დღეს ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან ერთად ასევე მრევლის წევრები არიან და სასულიერო პირები, მოდით მოვისმინოთ მათი მილოცვებით. მოგესალმებით. როგორც უკვე აღნიშნა, 93 წელი შეუსრულდა პატრიარქს და რომ მიულოცოთ, რას უსურვებდით? ჩვენ სულიერ მამას, საყვარელ ადამიანს მიულოცავ დაბადების დღეს. ეს არის ქართველებისთვის განსაკუთრებული დღე, 4 იანვარი. ყველა რაღაცას ფიქრობს, რომ უწმინდეს როგორმე მის გულამდე მივიდეს ჩვენი მილოცვა და მე ჩემი შვილების სახელით, რომელიც ორი ჩემი შვილის ნათლი არის, დიდები არიან უკვე პირველად მოინათლიან, იმათი სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მინდა მიულოცო და დიდხანს სიცოცხლე. მე პირველ რიგში ვამბობ, რომ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ამ კაცმა რაც გააკეთა ჩვენთვის. მადლობა ღმერთს. თქვენც რომ მიულოცოთ. მინდა მიულოცო ჩვენ პატრიარქს 93 წლის იუბილე და მიულოცოთ საქართველოს. იმიტომ რომ დიდი მადლი და დიდი წყალობაა ჩვენ პატრიარქის აი ეს თავის ლოცვა კურთხევა და ის რომ შემოატრიალა ერი ქრისტიანობისკენ პრაქტიკულად ჩვენ პატრიარქმა დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის. დილამშვიდობისა მიულოცავ ჩვენს უწმინდეს დაბადების დღეს. პატრიარქი არის ჩვენი ერი საგანძური და მინდა რომ დიდხანს იცოცხლოს და მადლობა უფალს რომ ყავს ესეთი ძლიერი პატრიარქი. თქვენც რომ მიულოცოთ? ჟამის სიმრთელე მინდა უსურო, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მიმილოცა. ის გახლავთ ადამიანი, რომელმაც ურთულის მდგომარეობაში ჩაიბარა მართლმადიდებელი დედა ეკლესია და დიდხანს ჯანმრთელობა და მრავალ ჟამიერ მის ყოფნას. დიდი მადლობა. ახლა მეორე ფლანგზე გადავინაცვლებ. ძალიან ბევრი მრევლის წევრი არის ჩემთან ერთად და შევესწრები რომ ყველას გავესაუბრო. თქვენც რომ გაგვიზიაროთ თქვენი სურვილები, რას უსურვებდით პატრიარქს? ულოცავ უწმინდეს დაბადების დღეს უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა მისურვილის ასრულებას. და მადლობა პატრიარქს ყველაფრით. დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, ყველაფრისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ასეთ რთულ პერიოდში გვაჩუქა ჩვენი ესეთი დიდი მამა უწმინდესი და აი მისი საყრდენით გავართ ყველა და მართლაც მრავალშანო მთელი ცხოვრება მისი ესეთი მადლი გაგვყვება ჩვენ და სრულიად საქართველოს და ყველას უსურვებ რომ ჩვენი უწმინდესის და ჩვენი უწმინდესის თამადობი ჩვენი ერის და სამშობლოს სიყვარული არ მოკლევოდეთ არავის. მოგესალმებით. მიულოცავ ჩვენს უწმინდეს დღევანდელ დღეს, დაბადების დღეს. მადლობა უფალს, რომ საქართველოს ასეთი უძლიერესი პატრიარქი ყავს. მადლობა მამაოებს, რომ ასეთი კარგი იდეა შემოგთავაზეს და მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი სურვილები გაუგზავნოთ პატრიარქს. დიდება უფალს და მადლობა ყველაფრისათვის ჩვენს პატრიარქს. ჯანმრთელობა. მადლობა. მიულოცავ პატრიარქს დაბადების დღეს და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პატრიარქი ყავს და მინდა რომ დიდხანს სიცოცხლოს და რა ვიცი კიდე ამაყი ვარ, იმითი რომ ჩემი შვილი მაგის მონათლული. დიდი მადლობა. მამა შალვა, ისევ თქვენთან მინდა რომ გადმოვინაცვლო კითხვით. თქვენი აზრით, როგორი რეაქცია ექნება უწმინდეს და როგორი ემოცია იქნება მისთვის, როდესაც ამ წერილებს წაიკითხავს? უწმინდეს სულ ეს რამეს ამბობდა ხოლმე რომ ბევრჯერ აღუნიშნავს ქადაგებაში უწმინდეს რომ მე თქვენმა სიყვარულმა შემაძლებინა ეს სახურება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია. თვითონ აი სასულიეროებმა ვიცით, ელსახურება, ურთულის მსახურება, ღმერთის წევნა დიდია, მაგრამ მით უმეტეს პატრიარქობა, ამ ხელა ამ უდესი ჯვარი, რომელსაც პატრიარქი ატარებს, თელი ერის ტკივილს, თელი ერის სიხარული, ყველაფერი აი მასში ერთდება, იმიტომ რომ ესა პასუხისგებელი ყველა ადამიანის სულზე.
ამიტომ და სულად აღნიშნავდა და რა ბეჯერ მისაუბრე უწმესთან და ვისაუბრე რომ მე თქვენმა სიყვარულმა გამატანა ეს წერილები, ეს ხურჯინის წერილები არის სიყვარული გამოხატული პატრიარქის მიმართ, ანუ ადამიანებმა რა სიყვარული. ეს არის ნაწილობრივ, ეს არის ძალიან მცირედი რაც აქ, ამიტომ რომ ძალიან ბევრმა ჩვენ უცხოეთანაც გამოგიგზავნეს წერილები, SMS-ები გამოგზავნეს, გეხვეწები ჩვენს მაგივრად ჩაწერეთ ეს წერილები, რომ აი წერილს ვაგზავნე, რომ მე ჩააგდეთ, რომ გვინდა რომ სრულად გამოუხატო. ეს ამის სრულად აქვს ძალიან ბევრს და შეიძლება ამ ხურჯინში ამ ყუთში არ მოთავსეს ეს წერილები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პატრიარქს ისედაც უსურვოთ ეს ყველაფერი და პატრიარქთან ის იმიტომ რომ პატრიარქს ჩვენ ყველანი ძალიან უყვარვართ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრჯერ მინახავს პატრიარქის გათენებული ღამეები ცრემლში მთელი ღამე რო ლოცულობდა ჩვენი ერის ჩვენი როცა თელ ქვეყანას ეძინა პატრიარქი მუხტა ჩოკილი ჩვენი ქვეყნისთვის ლოცულობდა ევედრებოდა ღმერთს და მინდა პატრიარქს უსურვო რომ აი ჩვენი სიყვარული მის დამეგ რაც მას ჩვენს მიმართ სურვილი აქვს მას ერთადერთი სურვილი აქვს ჩვენს მიმართ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს ერთმანეთს პატივს სცემდეთ და ჩვენ შევიყვაროთ ქრისტე თუ ჩვენ ქრისტეს და ერთმანეთს შევიყვაროთ მას ჩვენ პატრიარქი გვიყვარება და თუ ჩვენ ერთმანეთს მიმართ ვიქნებით სიძულვილით ერთმანეთს დაუპირისპირდებით, მაშინ პატრიარქი ჩვენ არ გვიყვარება და ვერ შევიყვარებთ. როცა ადამიანი გიყვარს, უნდა გააკეთო ის, რაც მას უნდა შენთვის და მას უნდა რომ ჩვენ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. და პატრიარქს ძალიან გაახარებს, იმიტომ რომ ის იგრძნობს ჩვენს სიყვარულს მისდამი. ტრადიციის სახით ხომ არ დაინერგება სურვილების ყუთი? დაინერგება კიდევაც კი, ალბათ წესად იქნება. მაგას ვფიქრობდი გუშინ რომ იქნება თორე და ალბათ დაინერგება ეს წესი და ყოველ წელს ალბათ ესე დაიდგმება ეს ყუთი, რადგან უკვე სიდია გაჩნდა და ალბათ იქნება ყველა ტაძარში მარტო აქ არ იქნება და ალბათ ყველა ტაძარში დაიდგმება ეს ყუთები, რომ პატრიარქს მე ეს წელები გაეგზავნოს. დიდი მადლობა ყველას წარმატებებს გისურვებთ, ნამდვილად ძალიან კარგი იდეაა და იქამდე სამი ჩვენს მაყურებელს დავამშვიდობები, შეგახსენებთ რომ 2025 წლის 25 დეკემბერს უწმინდესის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა, ხოლო დღეს მას 93 წელი შეუსრულდა. კიდევ ერთხელ მივულოცავ სასულიერო პირებთან და მრევლის წევრებთან ერთად მას ამ თარიღს და ვუსურვებთ ღერძელ სიცოცხლეს. მადლობა ნინოს, მადლობა მამებს, მადლობა მრევლის წევრებს ამ იდეისთვის. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დღეს შუა დღემდე იქნება საშუალება, ვინც მოახერხებს რომ ეს წერილები მიიტანო და უკვე საღამოს მიზანდება, ესე იგი სასულიერო პირები ამ წერილები და ხოთაშორის ეს არის ერთგვარი კურთხევა. შენ გახსოვს ელისაბედ, რომ არაერთხელ მის მოუწმენდესობა გავახაროთ ერთმანეთი. გავახაროთ ერთმანეთი და მრევლს მოუწოდებდა, რომ აი დამიწერეთ წერილები და გამომიგზავნეთ. ხანდახან თემებს იძლეოდა და ნამდვილად ძალიან გაახარებთ ეს ფაქტი და მივა ეს წერილები, რაც თავარია პატრიარქი. მივა და დარჩება არქივს. არქივს მნიშვნელოვანი ტრადიცია ნამდვილად. ვაგრძელებთ გადაცემას პოეტი ტარიელ ხარხელაურის ინტერვიუს ნახავთ ახლა, სადაც იგი თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე საუბრობს და იხსენებს თუ როგორ შეცვალა პატრიარქმა მისი ცხოვრება. თურმე რამხელა დიდი მადლი, დიდი ბედნიერება მოუძებე უფალ შენთვის, რომ შენ აღსავდრების წინ პატრიარქად კურთხევის დროს შენინდა კი პატრიარქის წინაშე და ვერ გაზომავდი, დღესაც ვერ გამიზომე ის სიდიადე. ჩემ თავისთვისაც რამდენჯერ ხშირად ვამბობ ხოლმე ვერ მიპატიებიეთ ჩემი თავის მაშინ ვერ აღვიქვი. რასთან მქონდა საქმე. რომ არა პატრიარქი, არავინ არ იცის ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა იმ ტკივილების მერე, რომელიც მე ჩემს ოჯახს დაატოვა თავს. სრული ადათ-წესების სხვას გვავალებდნენ, სხვა მისია გქონდა, ამ დროს უნდა გაგეკეთებინა და პატრიარქთან მომეწია შეხვედრა 40-ის წინა დღეს და მკიბეზე რომ ამოვდივარ, მგონია რომ მთელი სამყარო მკიდია მხრებზე. მიჭირს ამოსვლა. აველების ოთახი რო ვარ, იქ იჯდა პატრიარქი. და როს დავინახე შევკრთი. აი გვერდ-გვერდ დავსხედით. და რას ფიქრობ პირველი კითხვის დამის. მე ვთქვა თქვენ უწმინდესობა არ უნდა გაგიკვირდეთ, მე რას ფიქრობ. და გამაჩ თქვენ შვილზე მომიყევი. როგორი იყო? ვესაუბრებთ და დიდი ხანი ვისაუბრეთ. როგორი იყო რასთან? ხოდასე ხოჩეს ხა პატრიარქმა ხელს რო დაგავლეს ესე და იცით არის. თქვენ გასვალეთ მომაშვილობა. ის არის მამა. შენ ახარ შვილი. შენ უნდა შეასრულოს შენი მისია. ის წავიდა შენს მაგივრად. ვერ გეტყვი რომ ჩემთვის ეს ადვილი მოსასმენი იყო იმ დროს. არ იყო ადვილი მოსასმენი, მაგრამ რომ მოდიოდი გზადას გზა ვაანალიზებდი რა მითხრა პატრიარქმა. და სანამ კიბეზე ჩავდოდი მიხვდი მიზანს. და თან რო გავდიოდი კიბიდან მოხლი გამეთავისუფლდა. სუდაბეჯი შემსუბუქდა. გავიარე მსუბუქად ჩავედი კიბეზე მოტრიალდე უკან. ხო არაფერი დამრჩა. და კიბეროთ სუბუქად ამოვე მიხვდი ის ბუზძარმაზარი ტკივილი.
რომელიც მქონდა პატრიარქმა ჩამომხსნა. ეს იყო უდიდი იქნება უდიდესი დანაშაული ჩემს მხრიდან რომ მე სხვა გზით წავსულიყავი და აი როდესაც ასე შეძრა მთელი ეს ჩვენი ხართული აზროვნება რომ მე განვაცხადე რომ მე შევუნდე შვილის პულებს. იმიტომ რომ თვითონ ის შეუნდებოდა მე რომ ჩემთვის რას ეკეთებინა ვინმეს. ის ამას არ გააკეთებდა. ის ამის არ იყო დაბადებული. და მახსოვს რომ დაიბადა დაუწერა ასეთი ლექსი არ გაიარო თავდახელმა ჩემს გამოსშილო ჩემი ქვეყნეთის არასოდეს მიღალადი. აი ამ გზით მატარა პატრიარქ. და ასე მატარა. ყოველთვის დღე არ გავა რომ პატრიარქს არაფერი თვითონ ლექსი რქონი არ წავიკითხო. ან ლექსი რაღაცა არ ჩემ თავს არ ვესაუბრო. იმ შერემიდან ხანდახან მეტოხა მაგრამ შენ როგორ შეგეძლო შენ ამ დროს დაბადებული ვარ. პატრიარქი მარტო ჩემთვის არ დაბადებულა. არც მარტო ჩემი ქვეყნისთვის გადასარჩენად. ის დაიბადა სოფლიო მართლმადიდებლობის გადასარჩენად. ჩვენ ამის გააზრება გვიჭირს. არა ვართ ჩვენ ჯერ მზად ამის რომ პატრიარქის ღვაწლი დავაფასოთ. რომ მოდიოდი კიბებზე მოხლე მაინც მეკანკალებდა. მე ვიცი ვისთან მივდივარ. მე ვიცი ვინ არის ჩემთვის ვიცი. ეს ჩემთვის არის აი იმ ნაბერძის გადამდგმელი, რომელსაც ძალიან ბევრს გავაჭირდებათ. ძალიან ბევრს. აი ხევსურებ დღესაც უყვირთ. მე როგორ ამის გაკეთება როგორ გადაწყვიტე. პატრიარქმა გადაწყვიტა როგორ უნდა მეცხოვრა. იმ ერთმა საათმა საათი საუბარმა. მე სხვანაირი კაცი გავედი აქეთ. მინდა ჩემ თავს მეულოცო. პატრიარქის დიდ ხანს სიცოცხლე. ჯანმრთელობა. ყველამ თავის თავს მიულოცოს მთელ საქართველმა ქართველმა ერმა და თუ კი რამ ტკივილი მივიყენებია ოდიში მოვიხადოთ. მერთმა დიდ ხანს მიცოცხლოს მისითა. პატრიარქი რო იყო ჩემი ასაკის 80 წლის მაშინ დავწერე ასეთი ლექსი და თქვენ უწმინდესობა ამ ტკივილთა შემდობას ტკივილების გარეშე როგორ გაგიბედავდი ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან შენს ლოცვებში და შენში საქართველოს ხედავთ. თქვენ უწმინდესობა ახლა ღონე მიხდილი დასერელი იჭებით მინდორს გავარ ნაურმალს მეშინია სიცოცხლის არ ჩება სიკვდილი ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურხებს. სხვადასხვა მისი უწმინდესობა თამდაბლობით ამბობს ხოლმე რომ მე თუ რამე შემიქნია გამეკეთები არის შვიდგზის ლოცვა და ეს ლოცვა დაინერგეთ უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა ამ ლოცვების გარეშე. სწორედ ახლა ლოცვის დროა მოვისმინოთ 9 საათის ლოცვა და დაბრუნდებით მალე პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი
უფროს განბანე მეუჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენი გადაცემა დღევანდელი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეს, რომელსაც დღეს 93 წელი შეუსრულდა. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ვილოცავთ ჩვენს პატრიარქს და ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ინტერვიუ დეკანოს ლუკას უპატაშვილთან, რომელიც გახლავთ 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ისტორიები, როგორ შეცვალა პატრიარქთან შეხვედრამ ადამიანების ცხოვრება და ისეთ სწორედ ეს შემთხვევა არის. მამა ლუკა ყვება ისტორიას თუ როგორ შეცვალა პატრიარქთან შეხვედრამ მისი ცხოვრება და ვნახოთ ეს ინტერვიუ.
უწმინდესთან პირადი შეხვედრა პირველად იმ საოცარი იყო, რომ ჩემი ცხოვრების მიმართულება წყდებოდა. მე სტიქაროსანი ვიყავი და ვაპირებდი რაღაცა საქმის წამოწყებას. ბიზნესში მინდოდა წასვლა. და ასეთი სიტუაცია იყო, რომ ახლა სტიქაროსანი ვარ და პატრიარქს უყურებდი, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს რო შეხედავ და რაღაცა ასეთი საოცარი მოწიწებით. ვითხოვე მასთან შეხვედრა და შემახვედრეს. და რომ შემახვედრეს, მე ჩემ გეგმებს ვეუბნები, რომ ასე მაგ დაგეგმილი, ასე და დაგეგმილი მაქვს ყველაფერი. არ მიყურებს, რაღაცა თითქოს ჰორიზონტისკენ იყურება. და ვიფიქრე, არ მისმეს მეთქინედა თუ როგორ არის და კარგი, ახლა მე დამამთავრები არის ისეთ ჩემი გეგმების მოყოლა და მე მეუბნება, რომ სასულიერო სასწავლებელშიო არ გიფიქრიაო, სწავლაო და მე გავოგდე ხარ მე გეგმებზე ვსაუბრობ და სასულიერო სფერო ეს ნიშნავს, რომ გაქანებული მატარებელი შეაჩერო და საწინააღმდეგო მიმართულებით წახვიდე. უთხარი არა მეთქი, არც შემოუთავაზებია და არც მიფიქრია მეთქი ამაზე და მაშინ ვიფიქრეო. 2 თვე რჩება სასულიერო სასწავლებელში, აკადემიაში გამოცდების დაწყებამდე და ვფიქრობ, ახლა ჩემთვის უცებ წამებში ვფიქრობ, რომ კი შეიძლება ვთქვათ მე დავითნე ვარ და ღვთისმეტყველებაში მე დავითნე კარგ ცოდნას ღებულობს მსახურების დროს. და მე ვფიქრობდი, რომ კი ასე ჩავაბარებ, მაგრამ ბერძნულ ენას რა უყო მეთქი და და სხვათა შორის საოცრება მოხდა, რომ მართლა ჩემი თალალად ჩავაბარე ბერძნული ენის, ესე იგი საწყისი ეტაპები, ასე ვთქვათ და ანუ მისი კურთხევით შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. მივდიოდი სხვა მიმართულებით და მისი კურთხევით წამოვედი სხვა მიმართულებით. ეს არ იყო შემთხვევითი მიმართულება. მე რა თქმა უნდა ფიზიკურად ახლა ღმერთს არ შევხვედრი ვარ, მაგრამ მე შევხვდი პირველ იერარქს. ანუ საქართველოში ვინც პირველი დგას ღმერთის წინაშე და ის პირველ იერარქს წარმოადგენს. მოციქულის ადგილზე არის დაბრძანებული და მოკლედ მას რო შევხვდი, მე ზუსტად ველოდებოდი ღმერთის პასუხს. იმიტომ რომ რაღაცა ბიზნესს რო ვაპირებდი, მე ეჭვებოდა რაღაცა, თუმცა ძალიან მინდოდა. მაგრამ ეს გაურებულობა მქონდა ჩემში. და რაც მე პატრიარქმა მომცა კურთხევა, მივხვდი რომ ამ გზით უნდა მევიდე. ანუ მოკლედ რო ვთქვა, პირველივე შეხვედრა იყო ჩემი ცხოვრების განსაზღვრა და მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მადლიერი ვარ როგორც ღმერთის, ისე მისი მსახურის, იმიტომ რომ ღმერთმა მისი მსახურის და ერის პატრიარქის კურთხევით, სიტყვით პირით მისი კურთხევა გადმოვიდა, ღმერთის კურთხევა გადმოვიდა ჩემზე. არ ვიცი, ალბათ ღმერთის კურთხევაც იყო, რომ ასეთი გაუბედე და სტიქაროსანმა ვითხოვე, რომ პატრიარქთან შევეხვედრებიეთ და არქიდიაკონმა დემეტრემ შემაძლებინა ეს და მისი მადლიერი ვარ ამისათვის უსაზღვრო და პატრიარქის მადლიერი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი, რომ ასე ღმერთის კურთხევა ჩემამდე მოიტანეს. უწმინდესმა დიაკვნად რომ აკურთხა, მე ვარ ამ დროს ახალგაზრდა, ენერგიით სავსე. სპორტული მომზადებაც კარგი მქონდა. პატრიარქი იყო ხნიერი და მიუხედავად ამისა, ჩვენ გვღლიდა ახალგაზრდა დიაკვნებს. თქვათ, ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი დღე, 1 დღე, 2 დღე მასთან ერთად ყოფილვართ. თვითონ არ იღლება, შევხედავ არ იღლება. ჩვენ კიდე ფეხზე ძლივს დგევართ. რაღაცა ეს სხვანაირი დამოკიდებულება იყო ჩემი მხრიდან მისადმი, იმიტომ რომ უყურებდი როგორც ღმერთის მსახურს და ღვთისმშობლის როგორ გითხრათ მოადგილეს. ანდრია პირველწოდებული ხო ღვთისმშობელმა გამოუშვა საქართველოში და საეკლესიო წესით მოციქულის ადგილს იკავებს პატრიარქი. ანუ ამ მადლით და მოციქული კი ღვთისმშობლის ნაცვლად იყო გამოგზავნილი და ჩემს ცხოვრებაში ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად პატრიარქი შემოაგზავნა, ასე ვთქვათ, რომელმაც მე ცხოვრების წესი გამისწორა. მეც და ჩვენს ერთსაც. იმიტომ რომ ურთულეს პერიოდში იყო. ურთულეს პერიოდში. მე ვარ მალე გავხდები 58 წლის. არ ვარ პატარა. სანამ მე დავიბადებოდი,
5 წლით ადრე უკვე მღვდელმთავარი იყო. მე შევეხე აი სასულიერო პირის ტვირთს და ვხედავ, რომ თუ არა ღმერთის შემწეობა, ამის გაძლება არის შეუძლებელი. და ეს ადამიანი, რაც მე წლები მაქვს, იმას პლუს კიდე 5 წელი იყო მღვდელმთავარი. ანუ უძლებს ძალიან დიდ ტვირთს. ამ პერიოდის მანძილზე მე რაც ცოცხლობ, ძალიან ბევრი რამე ვნახე. მრავალნაირი ადამიანი, მრავალნაირი სიტუაცია, იყო პერიოდი, როდესაც ადიდებდნენ ღმერთს, იყო პერიოდი, როცა აგინებდნენ ღმერთს, იყო როდესაც პერიოდი, როდესაც ქრისტიანობა მისაღებია ვიღაცისთვის. არიან ასეთი ადამიანები, ვისთვისაც საძულველია ქრისტიანობა და ბუნებრივია, რომ პატრიარქსაც შესაბამისი ბრძოლები თუ განცდები თუ პატივი ჰქონდა. ძალიან ბევრს გაუძლო ფსიქოლოგიურად, სულიერად და ფიზიკურად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა მაინც მის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი უცხოეთის დელეგაციასთან არის. მე მანამდე ვიტყვი, რომ მანამდე მე არ ვიცოდი, აი ვიცი, რომ პატრიარქი ყავს ილია მეორე, მაგრამ არ ვიცი ილია პირველი როდის იყო. ისტორიაში ვეძებ, ვერ ვნახულობ ვერსად. და მე პატრიარქმა მე კი გამოვიდა ეს წიგნები, მაგრამ აი როცა ამაზე პასუხს ვეძებდი 90-იან წლებში, მაშინ არ იყო ეს წიგნები. და აი პატრიარქი ერთ-ერთ უცხოურ დელეგაციას ეუბნება, რომ მე ვარ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. და საქართველოს ყავდა პატრიარქი ილია პირველი 1600 წლის წინ. თქვენო იმ ქვეყანაში ბრძანდებითო ჩამოსულიო, სადაც ქრისტიანობის ძალიან დიდი ტრადიციები არისო. და მადლობა ღმერთს, რომ აი საუკუნეებია ჩვენ ვართ ქრისტიანები და საუკუნეებია ჩვენ გვყავს პატრიარქები და ჩვენ მართლა ღმერთის ერთგულების, ღმერთის დიდების ძალიან დიდი ტრადიციები გვაქვს. თუ ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვაო კაცობრიობისთვისო, ეს ერთი მუჭაერი ქართველთა ჯვარს ეცვა ქრისტესთვისო და სასულიერო პირები ყოველთვის პირველ ხაზზე დგანან. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. აქ ცხოვრობ და აქ ვიცხოვრებ ყოველთვის. და აი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ესე იგი, რომ ყავს პატრიარქი, მე ეს მიმაჩნია ძალიან დიდ ბედნიერებად, რომ ჩვენ ღმერთმა ამისთვის ღირყო. რომ საუფლო კვართია ჩვენთან, ღვთისმშობლის კვართია ჩვენთან, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ ჩვენ. ამიტომ როგორც პატრიარქი ბრძანებს ერთ-ერთი ქადაგების დროს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ ეკუთვნის ეშმაკს. პატრიარქს უსურვებ იმ ცეცხლს, რომელსაც ქართველების სიცოცხლეს ვეძახით და ქართველების ჩვენი სიტყვა სიცოცხლე ეს არ არის ბიოლოგიური სიცოცხლის აღმნიშვნელი, ეს არის სულიერი სიცოცხლის აღმნიშვნელი. ანუ როგორც ძველ აღთქმაში ელია წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ აანთეთ ყველამ თქვენს თავში ცეცხლი ღმერთის სიყვარულისა. მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქმა ეს თავის ცხოვრებაში აანთო, გადმოგვცა ჩვენ, შექმნა უკვე ტრადიციები და დღეს ჩვენ მომრავლებული ვართ სასულიერო პირები. და ღმერთმა ქნას, რომ ესე იგი მისი გახარება თუ გინდა პიროვნული, შენ თვითონ უნდა იყო ღირსეული. პატრიოტს ეს ყოველთვის გაუხარდება, ვიდრე პირადი კეთილდღეობა. მას სამშობლო უხარია, მას ღმერთი უხარია. და ღმერთმა მისცეს აი ეს ცეცხლი, რომელიც მას აქვს, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, რომელიც მას აქვს. და ქართველების ეს სიტყვა არ არის შემთხვევითი. ღმერთმა მოგცეს ცეცხლი პატრიარქის კურთხევით, სხვათა შორის აი 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ძიმე იყო ერის ცხოვრება, მე ყოველთვის მაინტერესებდა პატრიარქის აზრი და ის ყოველთვის ძალიან ძლიერ სიტყვას ამბობდა, აი ღვთისგან მოცემულს. და მადლობა მას ამისათვის, რაც მას აქვს, იმაზე მეც ვერ უსურვებ. და ღმერთმა ძალა მისცეს, რომ ეს სიცოცხლე, ეს ცეცხლი ჩაუქრობლად ეკონოდეს მასაც და ჩვენ თელ ერს ჩვენი ამ ქვეყნიური და მარადიული სიცოცხლის თვალსაზრისით.
მამალუკო საუბრობდა რომ აი მის ხანგრძლივ სასულიერო პირობაზე. ჩემი ინფორმაციით, არ ვიცი შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ მე როგორც ვიცი, ისტორიული და უნიკალური მომენტი გვაქვს საქმე, იმიტომ რომ დღეს პატრიარქი სამართლმადიდებლო ნამდვილად ვიცი შეიძლება საქრისტიანოში არის ყველაზე უხუცესი მღვდელი, ყველაზე უხუცესი მღვდელმთავარი, ყველაზე უხუცესი ბერი და ყველაზე უხუცესი პატრიარქი. მეც ასე ვიცი კახა და მე მგონი ეს და ისტორიაშიც ამბობენ ისტორიკოსები ყოველ შემთხვევაში ვერ ნახულობენ უწყვეტად ამდენი ხანი იყოს მამამთავარი ერთი სასულიერო ბერი და ეს არის თავისთავად რო ფიქრობ რომ წარმოიდგინე ხალხი უკვე შუახნის გადაცდა და სასულიერო პირები არიან სხვა საქმეში წარმატებული ხალხი და პატრიარქი საერთოდ დაბადებულები რო არ ვიყავით უკვე პატრიარქია მღვდელმთავარი იყო და მოსაცმენათაც როგორია და მით უმეტეს სასულიერო პირების ტვირთი და ერთმა შეაძლოდინეს. ამინ. და ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას, მოვისმენთ ინტერვიუებს ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისა, რომლებიც წლებია რაც ეკლესიის მსრულნელობის ქვეშ იმყოფებიან, საპატრიარქოს მოწყალების სახლის ბენეფიციარებისა და წარმომადგენლების საინტერესო ამბებს მოვისმენთ. ახლა ისინი მიულოცავენ პატრიარქს და გაიხსენებენ საინტერესო ისტორიებს, რაც პატრიარქს უკავშირდება. მე დღეს რომ ფეხზე ვდგევარ ტირება ის მისი დამსახურება და მას გაიმეორებს ალბათ ასობით შულგარდაცვლილი და საქართველოში იმიტომ რომ უწმინდესი რომ არა ჩვენ ალბათ სიცოცხლეს ვერ გავაგრძელებდით და დღეს თუ თითოეული ჩვენთაგანი ვართ სრულფასოვანი წევრი საზოგადოების ეს არის მისი უწმინდესობის დიდი დამსახურება. თქვენ მოგეხსენებათ სოხუმის დაცემის შემდეგ ესე იგი საქართველოში გაჩნდა უამრავი უპოვარი ადამიანი, უსახლკარო ადამიანი და ყველა მოაწყდა საქართველოს საპატრიარქოს და ყველა შოლას ითხოვდა მისი უწმინდესობისგან. პირველი რაც მისმა უწმინდესობამ გააკეთა, საპატრიარქოში შეიქმნა მოსახლეობის ეკონომიკური დახმარების საერთაშორისო ფონდი, რომლის თავმჯდომარე თვით მისი უწმინდესობა ბრძანდებოდა და მთელ მსოფლიოში ყველა კეთილინების ადამიანს თხოვა, რომ დახმარებოდა საქართველოს აი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში. საპატრიარქოში რომ ტარდებოდა შეხვედრები პატრიარქთან მიღებები როცა იყო, ყველა ადამიანს უყვებოდა ამ მდგომარეობის შესახებ და ყოველდღე რა თქმა უნდა პარაკლისებს იხდიდნენ საქართველოს საპატრიარქოში და დილის 10 საათზე ყოველთვის პარაკლისი იყო, რომელსაც ვესწრებოდით მე და ჩემი მეუღლე. და ერთ-ერთი პარაკლისის შემდეგ მეუბნება ხალხს ხომ იცით რომ ძალიან უჭირსო კი რაღაც ვაკეთებთ ვეხმარებითო, მაგრამ აუცილებელიაო რომ კარის ეკლესიის წმინდა გიორგის ეზოში პატარა სახლი დგასო და იქო გავაკეთოთო პატარა მოწყალების სახლი, სადაც დავაპურებთ ადამიანებსო და მახსოვს დედებს როგორ გააკეთებინა ორი ქვაბი დიდი სადილი და გადმოატანინა და მთხოვა რომ ესო თქვენო ხელმძღვანელეთო ამ საქმიანობასო და ყველა შულგარდაცულ დედას გადაეცით ოჯახებსო რომ თავიანთი შვილების დაბადების და გარდაცვალების დღეებზე აქ მოსული ადამიანები დააპურონო. აი ესე და მართლაც ასე ვაკეთებდით ჩვენ. რო დავიწყეთ მე თანდათან 3000, 3500 გახდა და უკვე ასე მეგონა რომ ამ ვერ გავაგრძელებდით ჩვენ მუშაობას რაღაცნაირად, მაგრამ ღვთისწყალობით უწმინდესის ლოცვით ყველაფერი შევძელით. ყოველ ორშაბათს მისი უწმინდესობა როგორც წესი მობრძანდებოდა მოწყალების სახლში და ყოველთვის ქვაფს მოხდიდა თავს, მიმოიხედავდა და ნახავდა, აბა როგორ ვიყავით მზად, რომ გამოსპინძლდებოდით აქ მოსულ ადამიანებს, რა ქონდა, რა არ ქონდა, რა გვიჭირდა. თავის დაბადების დღეზე 4 იანვარს რამდენიმეჯერ მიიწვია ესენი და ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი და ისეთი ბედნიერები იყვნენ. ეს უნდა გენახათ, ეუბნებოდა, ეს თქვენი ოჯახია, თქვენ როცა გაგიჭირდებათ, პირველ რიგში ჩემთან უნდა მოხვიდეთ და მე თქვენს არ მოგერიდოთ და
ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მთხოვთ, რაც შემეძლება და მართლაც იმდენი რამე გააკეთა უწმინდესმა მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი მდგომარეობა და მადლობა მის უწმინდესობას ყველაფრისთვის და მადლობა მის უწმინდესობას იმისთვის, რომ ამ კეთილშობილურ საქმეში მეც მიმაღებინა მონაწილეობა. თავიდან სიმართლე გითხრათ, როცა ეს საქმე დამავალა, გამოგიწყდებით და გეტყვით, რომ ითხრა, აი ის რომ გაიხსნება მოწყალების სახლი, მას თქვენ უნდა ხომძღვანელოთ და თქვენ მართოთ ეს და გულში ვიფიქრე, ნუ თუ მეტი არაფერი ისეთი აღმოაჩინა ჩემში უწმინდესმა, რომ ეს საქმე დამავალა მეთქი, ნუ თუ მეტის გაკეთება არ შემეძლო. იმ დროს ძალიან გამოუცდელი ვიყავი, ძალიან არც იმასთან ვიყავი, ცოტა ამპარტავნებაც ძლევდა ალბათ რაღაცნაირად და აი ესეთნაირად და დღეს კიდე უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მის უწმინდესობას, რომ მე მომანაწილეობა მიმაღებინა ამ კეთილშობილური საქმიანობის აღსრულებაში. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, ირმა ქარცხია. ჩემი მეგობარი, რომელიც სოხუმში სწავლობდა და ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, აღმოჩნდა საპატრიარქოში და რო იცოდა ჩემი პროფესია, ნუ ბუღალტრად მუშაობდი იქ და რატომღაც იფიქრა, რომ რადგან აქ ეს მოწყალების სახლი გაიხსნა და რა თქმა უნდა ყველაფერი თავისი აღრიცხვით იყო და ყველაფრით, რატომღაც იფიქრა, რომ მეც მოვეწვიე და ყოფილიყავი აქ. უწმინდესი რო გსტუმრობდა ხოლმე ხშირად და ამოწმოდა ჩვენ როგორ ვიყავით მზად ხალხის მისაღებად ჩვენ საქმიანობას რო გადახედავდა ხოლმე მე გვეტყოდა ესეთ რაღაცას რომ ადამიანმა არ იცის ვინ ვის ეხმარება და აი დღეს მართლაც იმას არა აქვს მნიშვნელობა ფანჯრის რომელ მხარეს გახარ თქვა აქეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ ყველაფრით იყო დაინტერესებული თუ როგორ ხვდებოდით როგორი ურთიერთობა გქონდა ამ ხალხთან და გვეუბნებოდა სულ რომ აუცილებლად დაასაქმეთ ეს ხალხი აქ მომსვლელები იმიტომ რომ არ იგრძნონ იმათმა რომ მარტო ჩვენ უწევთ დახმარებას მოიტანეთ საქსოვი ძაფები ჭხირები მოიტანეთ ასწავლეთ ქსოვა რომ მიგრძნო რომ თქვენ ისინი გჭირდებათ და მართლაც აი საოცარი შეგონება რო არიცი აი მართლა ცხოვრება მე როგორ წარიმართება და ვინსად აღმოჩნდება და რამდენად ჭირდება ადამიანს თანადგომა და სიყვარული უსურვებ უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლეს ჯანმრთელობას პირველ რიგში დღეგრძელობას საქართველოს საიმედოდ ჩვენი იმედია პატრიარქი მინდა რომ დიდხანს სიცოცხლოს მე ვგრძნობ რომ პატრიარქის ზრუნავს გაჭირვებულ ადამიანებს ძალიან გვიყვარხარ ხალხს თქვენი საქმიდან გამომდინარე რომ ამდენ მადლსა და სიკეთეს აკეთებთ. ღმერთმა დიდხანს აცხოვროს. თავის ერი და ბერით. სიკეთე, ჯანმრთელობა. 3 წელი აქ დავდივარ. ილია მეორეს ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველაფრისთვის და დაბადების დღეს მიულოცავ. მრავალს დაესწროს ბედნიერებას უსურვებ, ჯანმრთელობას უსურვებ, რომ ხალხს დიდი რწმენა აქვს მაგის. უსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, გაძლებას ამ დროს. და დიდი მადლობა მინდა გადავხადო აი იმ დიდ დახმარებისთვის, რასაც მოსახლეობისთვის ვრუნავს ეს უფლისგან მოვლენილი კაცი საქართველოში ჩვენთვის, ჩვენი სიკეთისთვის, ჩვენი კაი ცხოვრებისთვის, რწმენისთვის, ჩვენი საქართველოსთვის. ყველაფერს ეხება ეს პიროვნება დღეს. იმ სათქმევებას, იმ სითბოს, იმ ყველაფერს ჩვენ გვგზნობთ. მოდის აქ ხალხი და ეს ადამიანები როგორ შეუძლიათ ყველანაირად ხარში უდგანან და ეს სიკეთეს იქიდან მოდის რასაკვირველია. პირველ რიგში პატრიარქს უსურვებდი გამძლეობას, დიდხანს სიცოცხლეს, საქართველოს გამთლიანებას, ხალხის სიყვარულს, რაც მას ცხოვრებაში სურდეს და უნდოდეს ყველა ოცნება ასრულებოდეს. აი ეხლაც უწმინდესი მაგას ხალხს მაგას ქადაგებს, რომ იყავით ჰუმანურები, გიყვარდეთ ერთმანეთი, ადამიანებს ერთმანეთი გიყვარდეთ, სიძულვილი არ ქონდეთ ერთმანეთში, ქრისტიანები იყავით, გიყვარდეთ ერთიანობა და გიყვარდეთ თქვენი სამშობლო. ერთჯერ მოვესწარი ცხოვრებაში, მარტო რომ სიონთან ხელი დამატო. აი ამას მოვესწარი და ეგ იყო ჩემთვის არ ვიცი რა, ალბათ მეორე დაბადება რა. როგორ ვიგძენი, აი სიტყვებით ვერ ამოხსნი. და ეგეთი უბრალოება არ ვიცი რა, ეგეთი უბრალოება თუ არ შემოც რა კიდო. რაღაცნაირად ის უბრალო თუ ყველას ესეთი კოცნი და ყველას მოკლედ იალერსებოდა და არ ვიცი რა, როგორ გამოთქვა ეგ სიტყვები რა.
აი დიდი ხნის სიცოცხლეს უსურებ, რაც აი თავისი სიტყვები განმტკიცებული იყოს. ღმერთის სამშობლო და ადამიანი. მე ვიყავი პატრიარქთან დაბადების დღეზე და ყველაფერი მომეწონა. ძალიან კაი ადამიანია. თავის დაბადების დღეზე მაჩუკა საჩუქარი. აქედან წამოსული ჩვენ წავედით, მივესალმეთ, დაბადების დღე მიულოცეთ. გაგვიხარდა რომ პატრიარქი მოვიდა და დაგლოცა, მოგვეფერა, ჩაგვეხუტა პატრიარქს იმდენი სიკეთეა გაკეთებული. მე მინდა რომ ჩემი პატრიარქი იყოს დალოცო, როგორ ჩვენ გლოცავს. მისი წყალობით მე საბჭოთა კავშირის დროს პეტრე-პავლეს ტაძარში რეგენტადაც კი დამასაქმა და იცით რა არ მინდა რომ შევაწუხო ზედმეტად და იმდენი ჩაყარა აი რო იყვიან საფუძველი ჩამიყარა რომ მე უნდა გავამართლო ის ნდობა რაც მან მე პირადად მომცა და მაჩუქა და მე ყოველთვის თქვენს მაგალითზე მინდა ვიცხოვრო და მიყვარდეს ხალხი თქვენ ყველა გიყვართ მტერიც და მოყვარეთ სასწაულია პირდაპირ და ღმერთს ავთხოვდა უფალს რომ რას თქვენ გულით და სულით გსურდეთ საქართველოსთვის ახდეს და ასრულდეს დავაგრძელებთ გადაცემას მუსიკოსი რომარ ცხილაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო რომა, გილოცავთ ახალ წელს ქრისტესშობის დამდეგ დღესასწაულს და დღეს პატრიარქის დაბადების დღეა 93 წელი შეუსრულდა ჩვენი გადაცემაც ეძღვნება მის უწმინდესობას, მის ზღვაწლს და გვინდა რომ გთხოვოთ თქვენი ისტორია გაიხსენოთ პატრიარქთან დაკავშირებული. აი პირველი შეხვედრა ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ისტორია, ბევრი ადამიანი ყვება იმის შესახებ, რომ პატრიარქთან შეხვედრამ შეცვალა მათი ცხოვრება. დიდი გავლენა მოახდინა. აი თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? ხო, ჩემ შემთხვევაში ცოტა ძალიან მარტივი ასახსნელია. რაც ჩემი თავი მასოს უწმინდესი. აი ზოგადად ხა ამ დროს, ამ დღეს მე არა. აი ესე გონია რომ დაბადებიდან ვისტობ. იმიტომ რომ იმდენად დაახლოებით ვიყავი 15-16 წლის ვიყავი საპატრიარქოში იყო რაღაც მიღება ტრაპეზზე კლასიკური მუსიკალური ტრადიციებისგან გამომდინარე და იღაბურთი მეც და თავი ყოველთვის გამორჩეული ვიყავი ფიზიკურად თვალში საცემი ვიყავი და გვზდომდი რომ თვალს არ ამაცილებდა და იქ რაღაცები შემოსულებინეს ნათვის ხე ჯერ არ იყო შემოძამებული 65 ისე სხვა 50 წელი უსრულდება ნათვის ხე საოცრება უზბეთის ფრთების ქვეშ აღმოჩნდა ეს სიმღერა და მისმა მადმა დამაწერინა მე ამაში ღმა აზროვნებული ვარ და საქმე იმაშია რომ როგორ უყვარს მას განუჩევდათ ყველა აბსოლუტურად უფრო მეტად ხშირად ამას ვიცახე მე რომ ლოსოლოს მადზე ვის წინააღმდეგია ესე ნამდვილად ჩვენზე მეტად მადზე და ღმერთმა ძალა მისცეს და ყოფილიყოს ეს სასწაული რომ ცოტა გონება გამოერიცხათ ამ ხალხს რამე თქვა რომ ძალიან საინტერესო რამ ხდება, როცა ხდები უწმინდეს ყველა ადამიანს მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცახი რომ ეს შეიძლება მოხდეს იყოს თუ რამის თქმა მინდა მან უკვე ეს იცის უკვე იქ არის რამოდენიმეჯერ თუნდაც აი 2011-ში მოხდა ისე რომ სამი თვე ვცდილობდი შეხვედრას და რაღაცა ვერ მოხერხდა გადამეცვალა დედა დილის 12 საათზე უკვე ვიცოდე საბავშვი და საერთოდ პირველი წუთებზე დამირეკე საპატრიარქოდან რომ უზმესიო ამ დროს მე და ჩემი ძმა და ჩემი და ჩვენ ვართ იმ მომენტში რომ ყველაფერი გადართან ხო უნდა მოწესრიგოთ ხო დიახ ვესტუმრე და რას მე ასმენდება რომ მე მოგზოფორ შემო ძალიან ცუდი რამ შეგეთხო
არა და არ იცის, არ გითქვენ და არაფერი საერთოდ. ცუდი რამ მოხდა. მე ვუთხარ ესე დედა გადამეცოდა. დაფიქრდა სახელიო დედაშვილს ამ უცნაური სახელი ქვია. ერქვას მე როძახი კუკუნია. ესე ძველი თეთრგვარდიელების მე ამოქეხე და კუკუნია საინტერესოა ესე მეთქვა. დამლუცა ჩვენ ველოსებთო ლასტესიო იმას ყველაფერს გავაკეთებ და ჩემ ესე იგი საფასრაკუდან ჩემს სახელმდე ფეხით ვახვიდე არის 5 წუთის აჩის ხალხი და სადაც იქვე ეს ამოვედი მე შეცხოვეს ეს ადამიანებმა ახლა ეს სახში შევედი და აი ამ 5 წუთში ყველა პრობლემა უღერებული ყველა პრობლემა აბსოლუტურად არც გამკვირვებია მე ზუსტად ვიცოდი რომ სასწაული უნდა მოხდერიყო და ესეც ხდება ნუ მის მერე შენი დიდი მეცადინეობა ძალიან შეიძლება ძალიან უყვარდა ყოველთვის მაგრამ სულ არ ტოვებდა არც ერთ ტრაპეზეს დღესასწაულს მე რა არ ყოფილიყავი და თან ეს მეხარია რომ თვითონ მისგან მოდიოდა ეს დაპატეჟება ახლა ის ისტორია რომ მოყვეთ მე სულ მახსენდება ვიცი შედაცვა ამასთანაც მოხევი ნუ ეს სამებაში ხო ეს რა თქმა უნდა მეტყოლებს იმაზე რა დამოკიდებულება გქონდა შენთან მაგრამ ზოგადად იმაზე როგორ არაფერი არ ეპარა აი სასულიერო პირებს მიახოლო რომ სახურების დროს როგორი ჩართულია და სამებაში იყო კიდევ ერთხელ მოყვები მახსოვს ხო გატენილია როგორც ხდებოდა და კუთხეში დგევა მე არ დამინახავს რომ იმიტომ რომ რაღაც თავის თურმე იგი კუთხეში თუნდაც შეიმოსა როგორც ვინც არის ნამყოფი მღვდელმთავრის სახურებაზე ხო რაღაც დაახლოებით 1-15 წუთი აღწია და მე შებძანდება საკურთხეველში შეიმოსა დგას ახლა თუ ხარ დაკვირვებული უწმეს ლოცვაში ჩართული ლოცვებს კითხულობს უამრავი ხალხია და რომ შემოვიდა ტრაპეზთან მეძახის მივედი და იქით უკან ბოსთანო დგას რომ მარცხენა სანთელი გაუტანეო დიდი სანთელი ხო და კალაპტარი დაუძახე მამა ივანე მაშინ ის იყო კეთილმოწესე მორჩილი იყო და ხო დიდი კალაპტარი გაუტანეო ანუ საჩიამჩნია რომ ანუ არ ეპარება არავინ და არაფერი და აი ასეთ ჩანს ხო მეტად ნუ ეს პატარიზმო ჩვენამ წამომდე ხო აი და რუსი დამოკიდებულება და ძალიან უყვართ ნატრისხე ხო ნუ უყვარს არა ნუ ესე იგი სულგაკურევინებს ხოლმე და რომას აქ ნათქვამი რომ ყველა რამდენჯერ მოგვისმენია დაუკრე ხო და უწმინდეს თუ რო უკრავთ თქოს ახილდან საერთოდ სხვანაირად იყვება სხვანაირად ჟღერს და რა იცი ესე მგონია რომ თანაავტორია მე ვარ თანაავტორი მისი ამ შემოღების იმიტომ რომ ცალკე ისტორია გამსხურას თავისი აქ შემოგზავნებისგან და თუ არა უფლის ძალა და ჩვენ უწმენდეს ეს რაღაცა საოცარი რაღაც აი ძალიან ჯერ ეხაც კი ვზნობ მის არომატს კეთილსუნელებას ხო რაღაცა გასხოვებ და მამას ეძახი ხო? აი ისე მე რო ვკითხე თქვენ უწევს რა დედა როგორ დამეცოლა უკვე იმ მომენტში ვკითხე იმიტომ რომ ძალიან სწორი როგორ მოგმართოთ არ ვიცი მეთქი და მამა დამეძახე ვერ ვეძახე მამას მაინც იმიტომ რომ ჩემთვის მაგრამ ერთი ორჯერ მათქვევინა თვითონ რომ ხედავ მოგზავნე რომ ელოდებოდა და რას უსურვებ? ჯანმრთელობას უსურვებ. სხვა დანარჩენი უფალმა იშვილა და უფლის ის თქვათ იდეა უფალთან. არამედ საქართველოს მე თული კაცობრიობის იმიტომ რომ მე ვთვლი რომ დღეს სოფლიოში არც ერთს არ გაჩნია ესეთი პატრიარქი. ყველაზე მაგარი მხატვარია, კომპოზიტორია, პოეტია, ექიმია, ფილოსოფოსია, პოლიტიკოსია. მე მქონდა ბედნიერება რომ მასთან მქონდა ეს დიდხნიანი საუბრები, ნუ რაღაც საოცრება და ისეთი 100%-იანი დამაჯერებელი იმდენად მართალია მისი ეს აზრის შემოთავაზება რომ იზრებული ხარო შეიძლება გაჩვენდე და უსმინო და მიიღო ეს ზალა მიიღო ეს გასუთავება შინაგანად
და ამის მე ბედნიერესი ვარ მე ამის მე ამაყი ვარ რომ მე ვიცხოვრო და ვაგზელებ ცხოვრებას ამ ეპოქაში უძველეს ეპოქაში და ზუსტად ვიცი რომ ძალიან დიდი ჯარია ვინც ჩემნაირად ფიქრობს ახლა და რასთავარია რომ რაღაც ტრადიციულად ისა მე სულ ველოდები 4 იანვარს და ზუსტად ვიცი რომ მე აქ მოვალ ჩემთვის უსაყვარლეს მისამართზე ჩემთვის უსაყვარლეს ტელევიზიაში აი ჩემთვის აი ეს დარბაზი ყველაზე დიდია თელსოფლოსის სადარ ყოფილვარ რა სტუდიაში არ ყოფილა აი ეს სახში რომ ვზნოთ ეს არსად და მინდა რომ ძალიან დიდხანს დავდიოდე მე თქვენთან და თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ამ საოცარ დღეს ამ 4 იანვარს და ეს ყველაფერი სიმღერის გარეშე ვერ ხო, ნუ ვერანაირად დიდი 9 საათზე სიმღერას და არ გაგიჭირდება, მაშინ მიკროფონი და ჩვენ პირველ სცენად. ცხადია ალბათ. ზუსტად ვიცი რომ უსმენს და იუბილარი სიმღერა ნატრის ხე. მადლობა რომ მარცხილაძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც რატია სიმღერით მიულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს. გთხოვთ მუსიკას. ნატრის ხე სული ნატრი დამივსე ნატრის ხე ხშირად ასეც ხდებოდა ნატრა ამიხდებოდა ნატრის ხე სამღეროდა სასწაულის ჯეროდა ნატრის ხე ზესხიმილით ხდებოდი და სიცოცხლით კვებოდი ნატრის ხე ნატრის ხე სული წრემლი გამივსე ნატრის ხე სადამი წამღეროდა სასწაულის ჯეროდა ნატრის ხე
ნატრის ხე მაცხელაძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ვარკეთილში უკვე წლებია, რაც უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით ფუნქციონირებს მოწყალების სახელით, სადაც ყველა მსურველს ცხელისადილი თომას ბილდებიან. ჩვენ მოვისმენთ ინტერვიუს ტაძრის წინამძღვართან, დეკანოს იაკობ ბუშიკიშვილთან და ბენეფიციარებთან. მოვისმენთ მათ სურვილებს. უწმინდესი პატრიარქი ჯერ კიდევ მახსოვს როცა ქაშვეშეთის სტიხაროსანი ვიყავი 15-16 წლის ასაკში გავხდი სტიხაროსანი და იქიდან მახსენდება რომ როცა გიორგობა სისდღე დგებოდა და იცი წელიწადში ორჯერ არის გიორგობა ესე ქაშვეშეთში იწყებოდა განსაკუთრებული ფუსფოსით ესე იგი ყველა კუთხესა და დეტალს ესე იგი უვლიდნენ ასუფთავებდნენ ანუ უწმინდეს მოსვლისთვის ვემზადებოდით იყო დიდი ზეიმი როცა კი უწმინდესი მოდიოდა და ის საოცარი ის იყო რომ მოვიდოდა უწმინდესი პატრიარქი საოცარი ქარიზმატულობა ჰქონდა ყოველთვის მას და შემოვიდოდა საოცარი ლაზათით წირავდა დარბაისლურად წირავდა მე სხვა მერე შემდგომ ბევრ სასულიერო პირში მისეული წირვალოცვა მინახავს როგორც უწმინდესი ატარებდა მისი მსგავსი იცოდა საოცარი ქადაგებები უწმინდესმა მოეფერებოდა სამღვდელოებას მრევლს დააჯილდოებდა შეაქებდა რაღაცა მისი მოსვლა ვიმეორებ რომ უდიდეს ზეიმად და სიხარულად ითვლებოდა და შემდგომ უკვე უწმინდეს პატრიარქს შევხვდი უკვე სასულიერო სემინარიაში ესე იგი ყოველ თვის ჩვენ ვიწყებდით 14 სექტემბერს ანუ 1 სექტემბერი იყო ძველი სტილი და ახალი 14-ში და აი უწმინდეს არასოდეს არ გააცდენდა ყოველთვის მოვიდოდა ყოველთვის იცოდა რომ პარაკლის გადაიხდიდა და დაგლოცავდა გვიქადაგებდა და შემდგომ უკვე აუდიტორიებში გავნაწილდებოდით ხოლმე კურსების მიხედვით და შემოდიოდა და ყველა აუდიტორიაში ესე იგი დაგმოძღრავდა რაღაცა ნუგეშგვეტყო და მახსოვს აი პირველად იესოს ლოცვაზე მისგან მოვისმენე რომ ესე იგი იესოს ლოცვითო უამრავ ადამიანმა იცხონა სული და გადარჩაო და იესოს ლოცვა შეიყვარა და შეისწავლეთო და ადმინისტრაციას მოუბრუნდა და თარგმნეთ წიგნები და ასწავლეთ ბავშვებს იესოს ლოცვა და ყოველ წელს იყო ეს აი ყოველ წელს უწმინდესი მოდიოდა და ყოველ წელს აგზლად გვიტოვებდა საოცარ სიტყვებს იცით რომ უწმინდესი პატრიარქი იმ დროს ავიდა საპატრიარქო ტახტზე ანდრია მოციქულის ტახტზე როცა ესე იგი ათეიზმი მძინვარებდა და ათეიზმის სუსხი იყო და ჩვენი ერთ თავის თავს არ ეკუთვნოდა დღეს ვკითხულობდი რომ 92 წელსაც კი უწმინდესი პატრიარქი წერს თხოვნით მთავრობას რომ მოგვეცდნება რომ კედლის კალენდარი გამოუშვათ ისეთი დრო იყო აი არაფერი არ იყო და აი ამ დროს პატრიარქი იყო წიგნივით მის ცხოვრების წესზე ვიზდებოდით მის მსახურებაში ვიზდებოდით მის ქადაგებების დროს ვიზდებოდით ის იყო ჩვენი წასაკითხი წიგნი და ყველაფერი უწმინდესი იყო რაღაც ადამიანს რო გაიხსენება ან წიგნთან გახსენდება ან ინსტრუმენტთან ან სუფრასთან უწმინდესი მახსენდება წირვალოცვში სხვაგან უწმინდესი არ მახსოვს შეიძლება ვინმე უფრო სახლოს იყო და ყოფი ცხოვრებაში უნახავს უწმინდესი მაგრამ მე მინახავს ყოველთვის როცა უწმინდეს წირავდა, ლოცულობდა, ქადაგებდა, გვასწავლიდა, აი სულიერად ხო მოძღვრავდა და ასევე მიწიერი საქმეებშიც კი უწმინდესი გვეხმარებოდა და გამგვართავდა ხოლმე და როცა ის მოვიდა, ათეიზმი იყო და საოცარი სიბნელე იყო და აბა დაკეტილი იყო სალოცავები აი ზოგ ეპარქიაში არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო, არც დადუმებული იყო სამრეკლოები, დაკეტილი ტაძრები ამბიონები ზე აღარ ისმოდა ქადაგება და
აი უწმინდესმა პატრიარქმა ეს აუცილებლობა გააკეთა და აი როგორ ამბობენ იცი, ბევრი რამეო ბრწყინავს ამ ქვეყანაშიო, მაგრამ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ბნელს მაინც სანთელი სჭირდება, ბნელს სანთელი ანადებს და სანთელი კი არა, უწმინდეს აი მზესავით ექცა ამ ქვეყანას და გაგვინათა ქრისტესკენ სავალი გზები. ჩვენ ერში რწმენა არასოდეს არ აჭირდა, მაგრამ ყოველთვის გვიჭირდა ეკლესიურობა. აი იმ ბოლო დროს მაინც და უწმინდესმა თავისი მოღვაწეობით აი ეკლესიაში მოიყვანა ხალხი, ახალი მოქცევა მოახდინა, ითმენდა და ლოცულობდა. აი ამით არის დიდი, ამით არის მისი სიდიადე, რომ მაცხოვარს ემსგავსებოდა, მაცხოვარს ბაძავდა. აი როგორც უფლის მეგობარი ლაზარე უფალთან მეგობრობდა. გიბიმეორო რომ ის სულ მახსოვს წირვასა და ლოცვის დროს და აი მისი ბაგეებიდან აი საოცარად მოდიოდა საღვთო მოძღვრება, მადლმოსილი სიტყვა, სიმართლე, ჭეშმარიტება. ნუგეშიანი სიტყვა მაცხოვრის სიტყვებით გადაგებდა და მამათა სწავლებით გადაგებდა და აი ჩვენ ვიხილეთ აი მისი მოღვაწეობის ნაყოფი და რა იყო ეს არის ეკლესიის ოქროს ხანა. ყველაზე დიდი ჯილდო მიიღო და მე ვფიქრობ რომ ეს ჯილდო არის ხალხის სიყვარული. კათალიკოსი კირიონი იყო ასეთი მრავალმხრივ განათლებული, 6 კაცი იყო. აი უფრო ადრეულში თუ გადავიხოთ ანთიმოზივერი მრავალმხრივ და უწმინდესად მრავალმხრივ განათლებული და ნიჭიერი ადამიანი ბრძანდება. საოცარი ძლიერი ადამიანი, აი რაც არ უნდა ეს ყოფილიყო განსაცდელი, არასოდეს ხელს არ ჩაიქნევდა. აი აღმოსავლური სიბრძნე რომ რაც არ უნდა ჭრილი ჩამოწეს, მთა მაინც არ მოიდრეკს ქეცო. აი საოცარ ძალას ავლენდა და გამძლეობას ავლენდა. ერთხელ ამერიკაში ვიყავით, ჩასული რაღაცა ვიზიტი იყო და მოვხვდით ერთ-ერთ ეკლესიაში, იმიტომ რომ ქართული მაშინ არ იყო, ეხლა კი ღვთისმადლით არის იქ ეკლესია და რო შევედით და რო გაიგეს ქართველები იყვნენ, ნუ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით მიგვიღეს და ესე იგი ყოველ სიტყვის მერე უწმინდეს პატრიარქს ახსენებდნენ უდიდესი სიყვარული და ამბიონზე გამოვიდა და კვირის ახარებას თავი დაანება და თავის მრევლს უყოვოდა პატრიარქის შესახებ და ეს მრევლი დრო და დრო სიყვარულით გადმოგვხედავდა ხოლმე, როცა პატრიარქის ასე იგი ღვაწლზე ყვებოდა ეს ადამიანი, ისეთი ამაყი ვიყავი, რომ პატრიარქის შვილი ვიყავი, საქართველოს ეკლესიის კუთვნილება ვიყავი და ასეთი დიდი პატრიარქი რო ყავდა, აი სადაც არ უნდა წავსულა ვიყავი, ყოველთვის მისი ავტორიტეტი ინათებდა გზას. აი სერბეთში ვიყავით ერთ-ერთ ეპისკოპოსს შევხვდი და მოვიდა დრო რომ მოყვე სხვა საკითხებთან ერთად თვითონ უწმინდესეს დავილაპარაკეთ. აი მახსოვს ეს ხცოვანი ეპისკოპოსი გაირინდა, ამ სავარძლიდან წინ წამოიწია, პირჯვარი გადაიწერდა, თქვა ძალიან წმინდა კაცია თქვენი პატრიარქიო და აი უწმინდესის ლოცვა გვინახავს ისე უწმინდესის ლოცვით ისე იმართება ჩვენი ეკლესია და ესეც უკვე რამხელა რამ არის რომ ამ ხცოვან ადამიანში რამდენი სიბრძნე, რამდენი გამოცდილება, რამდენი მადლია თავმოყრილი და რა ღრმა ლოცვები აქვს უწმინდეს პატრიარქს და მთავარი ეს არის ლოცვა უფალთან საუბარი. ეკლესია უფლის ხელშია და უფლის მადლის მომტანი სხვა წმინდანებთან ერთად რომელიც ლოცულობენ საქართველოს მათ შორის უწმინდესი პატრიარქის ლოცვაც არის შერწყმული და მე უსურვებდი დიდხანს, ძალიან დიდხანს სიცოცხლეს პატრიარქს და საქართველოს გაერთიანებას უსურვებდი. ინებას უფალმა რომ აფხაზეთში ისევ ჩავიდეს, ცხუმაფხაზეთელი მიტროპოლიტი იყო და ვისურვებდი რომ ძალიან დიდხანს გვიმყოფოს უწმინდესი პატრიარქი და არ მოგვაკლოს ღმერთმა მისი ლოცვა. წმინდათა ლოცვებს შეუერთდეს მისი ლოცვა, რომ საქართველოს ეკლესია და საქართველო იყოს კურთხეული და გაძლიერებული. მას ღმერთმა მისცა ერის ჯვარი, ადამიანი საკუთარ ჯვარს ვერ ატვირთულობს და უწმინდეს პატრიარქს აქვს ერის ჯვარი. 48 წელიწადია აი ამ ესე იგი ჯვარს ატარებს ღირსეულად და უფალმა ინებოს რომ იხილოს აღდგომაცა და ამაღლება მისი ვიხილოთ ინებოს უფალმა. ამინ.
მოგცავ ჩვენს უძვირფასეს პიროვნებას, უძვირფასეს პატრიარქს. ამ დიდი სიყვარულით მერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ესეთი უძვირფასესი ადამიანი სოფლიოს არ ყავს, რაც ჩვენ გხოს ახლა ჩვენი პატრიარქი და ამ დიდი სიყვარულით, ამ დიდი გზნობით, ამ მისი ღვაწლით საქართველოს დღემდე არის გადარჩენილი. ულოცავ ჩვენს პატრიარქს უწმინდეს და უნიტარის დიდხანს გვიცოცხლო ჩვენი პატრიარქი, ისევ და ისევ საჩვენოდ ჩვენთვის მლოცველად, ჩვენ კიდე მისი სიტყვებისა შეგესმინოს. უსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენთან ერთად იყოს დიდხანს და კარგად. ულოცავ დაბადების დღეს, ახალ წელს, უსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წელთა სიმრავლეს. უწმინდესო გილოცავთ დიდხანს სიცოცხლებ და ჯანმრთელობა და სიმშვიდე. გრძელდება ჩვენი გადაცემა. ჩვენს შემდეგ სტუმარს წარმოგვიდგენთ კომპოზიტორი, მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე. ზვიად, დილამშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხარ, იმიტომ რომ ბევრი ამ გაქვს გასახსენებელი მის უწმინდესობასთან ურთიერთობის გამო. ბევრმა იცის, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მისი უწმინდესობის ნაწარმოებების უმეტესობა არის ზვიადის გაორკესტრებული და მისი როგორც დირიჟორი შესრულებული მოსმენელი გვაქვს ჩვენ. აი, როდის შეხვდი პირველად უწმინდესობას, როდის გაიცანი, როგორ მოხდა დაკავშირება და როგორ არის ხა, როგორც მამამთავარი, როგორც პატრიარქი, ვიცით ყველა ძალიან სახალხო პატრიარქია და ვისაც უნდა ყველა ხედავდა, მაგრამ აი, პირად ურთიერთობებში როგორი იყო ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს მის უშუალობას, იუმორს. მუსიკოსთან ურთიერთობაში. აი ეს დეტალები რო გაიხსენო. რაღაც ზღაპარევით მახსენდება. დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავით მასთან. ძალიან. ყოველდღიურობაში. ძალიან დიდ დროს ვატარებდით მასთან ერთად. პირველად სვიმონთან ერთად მოვხვდი უწმინდესთან სვიმონის რეკომენდაციით და რა თქმა უნდა გაცნობის შემდეგ დაინტერესდა რომ ჩემი მუსიკაც მოესმინა. და მახსოვს, როდესაც ვიმღერე და დავამთავრე, პაუზა ქონდა. და შემდეგ მითხრა რომ ზვიად ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით უნდა შეხედო. ძალიან სევდიანი სიმღერა ვიმღერე. დააფიქრე უწმინდესი. ასე რომ მსგავსი ბევრი იყო, ბევრი, რა თქმა უნდა. საინტერესო ისაა, რომ მთელი არსებით ჩართული იყო ამ პროცესში და ანთებული. არ ვიცი როგორ ახერხებთ იმ ყველაფრის ფონზე, რომ ჩვეულებრივად როგორც მუსიკოსი, როგორც ჩვენ ვიყავით მუსიკოსები ჩართული იმ პროცესში, რომ ის ნაწარმოები მაგალითად დაგვესრულებინა, ყველა დეტალს განიცდიდა, ყველა წვრილმას განიცდიდა და აინტერესებდა თუ რა ფორმას მიიღებდა, როდესაც ორკესტრობაზე ვმუშაობდით. დაძლევთ რაღაც ჩემებს შენიშნებს როგორც ავტორი. კი, რა თქმა უნდა, გვენდობოდა კიდეც. ხო, ნუ ცხადია. და ჩვენ ხო ხვდებოდით ნათქვამი მაქვს და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ ეს რაღაც მართლა საოცარი ფრაზა იყო და ეს კაი ამბავი უნდა მოყვე აუცილებლად. ხო. აგნუსდევიზე იყო თორსა. არა, სანქტუსზე იყო და ძალიან გადაუხვია მოკლედ რა. დამძიმეა. კი. წავედი შორს და წავედი სევდებში ისევ. და იქ პაუზა არ ქონია. არაო, ეგრე არაო. მინორი არაო. ზეცაში მხოლოდ მაჟორია. რა გითხრათ? ეს იყო არაჩვეულებრივი. რა თქმა უნდა, ჩვენ მე გაუცებული ვიყავი მისი აი ამ რაღაც საოცარი უშუალო დამოკიდებულებით, საოცარი სისუფთავით, ბავშვურობით. აი ძალიან კომფორტულად ვიყავი მასთან. რამდენჯერმე მოგიწია ასე უცხოეთშიც მასთან ერთად ყოფნა, ხო? ალილუიაზე ვიმუშავეთ იქ. და ეს იყო ძალიან ბედნიერი წამები, როდესაც აი მართლა რაღაცა ისე გადმოდინდა
და ეს პროცესი იყო თან აი ამომღერდა ეს საგალობელი და თან დასრულდა იქვე. ზუსტად უმეტეს შემთხვევაში შენ როგორც ავტორ შემსრულებელი შენიო მუსიკას ასრულებ ხოლმე და ნუ ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი ხარ და ძალიან უყვარხარ ყველას, მაგრამ აი რა ახმა თუ შეიძლება გააზრებული გააქვს ეს, იმიტომ რომ რაღაცების ხო იმ მომენტში ჩვეულებრივად ვიღებ გულისხმობაზე პროცესია, რომ შენ გაუკეთე ორკესტრირება და ასრულებ საქართველოს ეკლესიის მამამთავრის, ანუ ავტორი არის პატრიარქი. ესეც უნიკალური შემთხვევაა, ალბათ ბევრი კომპოზიტორი ნატრევდა ამას, მათ შორის დიდი კომპოზიტორების და ეს მომენტი, როცა ეხები მის მუსიკას. სულ ფიქრობ, აი, როგორ მოხდა ეს და ახსნას, რა თქმა უნდა, ვერ უძებნი, იმიტომ რომ მე მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და რა თქმა უნდა, აქ სვიმონის როლი ძალიან დიდია, იმიტომ რომ სვიმონმა აიღო ლოცვა კურთხევა უწმინდესისგან, რომ არისო ბიჭიო, რომელიც ამას შეძლებსო და მე რა თქმა უნდა ძალიან შემეშინდა და წინააღმდეგი ვიყავი. ვერ ბედავდი? მაინც კი, რა თქმა უნდა, ძალიან მერიდებოდა და ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. და მაინც დაგიტოვებო. ამ ხელნაწერი დამიტოვა. გახსოვს პირველი ნაწარმოები იყო? კი, დაწყებული იყო ამ კირიე ლეისონზე რაღაც გარკვეული მონახაზი არსებობდა და სვიმონმა მიხედევა ამ ამბავსო. და მე წინააღმდეგი ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გადმოვიღე და ეთყობა ისე რა ქვია, მაინც სინდისის არ ვიცი რომელი არჩევანი იქნებოდა სწორი. ის რომ გამებედა და თავზე ხელი ამეღო და დამეწყო ფიქრი თუ მოკლედ დავიწყე მაინც. გავთავხედდი და დავიწყე და ძალიან კარგად დაიწყე და ძალიან კარგი კენი, მადლობა. ზუსტად იცი ნამინე კითხოთ და თვითონ პატრიარქი ბრძანებს მოусმენია ალბათ ბევრს რომ მე არ ვარო კომპოზიტორი სიძახს, რომ უბრალოდ რასაც ჩემი გული მღერის, იმას ის გადმომაქვს და არ უწოდებს თავს კომპოზიტორს. შენთვის როგორც პროფესიონალი მუსიკოსისთვის მის მუსიკას რა გამორჩ, აი რა არის დამახასიათებელი მუსიკის მუსიკა. ჩემთვის და რიგითმის მენილისთვის არის საოცარი უბრალოება და რაღაც არის მადლი დავარქვათ თუ არ ვიცი, ძალიან გრძნობიარე, აი უსმენ და არ შეიძლება არ იმოქმედოს. შენ პროფესიონალი ხარ და ნოტებში ძალიან ჩახედული მისი უწმინდესობის, იმიტომ რომ შენ გადმოგვიტანე ჩვენ, აი როგორც ავტორს რა გამოარჩევს? მართალია, აი სწორი შეფასება. ნუ როცა ვისმენთ, აი რას გრძნობთ, ეგ არის მთავარი. და მე ყოველი მოსმენის დროს, იმიტომ კი არა რომ რაღაც მეც მცირედი როლი მქონდა. როდესაც ვისმენ ჩემი სული რაღაც ძალიან დიდ სისუფთავეს გრძნობს. იწმინდება ყოველგვარი რაღაცა მიწიერებისგან. მართლა ასეა, როდესაც აი მაგალითად ტაძარში ვისმენ როგორ ასრულებენ ბიჭები. არ არსებობს იმდენად რაღაც დიდი ძალა აქვს, რომ უცრემლოდ ვერ ჩაივლის ხოლმე. მართლა ასეა. ჩვენც ძალიან მოვინდომეთ, აქ ძალიან დიდი როლია ასევე საშემსრულებლო ოსტატობაც ისეთი აქვთ ბიჭებს, რომ წინვალი გუნდია, წინვალი. ესეც პატრიარქის სახელს უკავშირდება ამ გუნდის არსებობა. რომ უბრალოდ უცრემლოდ არ შემიძლია მოვისმინო და ესრემლი არის რაღაცა ისეთი მადლიერების სრემლი უფრო. და ბათუმის საზოგადოებას ჰქონდა ეს ბედნიერება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა კონცერტი სიყვარულით პატრიარქს, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელის და დირიჟორიც მთელი ამ პროექტის თქვენ ბრძანდებოდით და რამდენიმე სიტყვაც რომ გითხრათ ამ კონცერტზე. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს მოხერხდა, იმიტომ რომ საოცარი გარემო იყო, ულამაზესი სცენა იყო, ულამაზესი შემსრულებლებით, ამაღლებული მუსიკით და ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის. თან მართლა მთელი გულით გვინდოდა ყველას, ვინც გაერთიანებული ვიყავით ამ იდეის ირგვლივ, რომ უბრალოდ ეს ამბავი მისულიყო უწმინდესის ყურამდე და მისულს ეხარა, იმიტომ რომ
ეს ძალიან მცირედია, რაც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ მონაწილეები ვიყავით ვერ შევადარებ ვერაფერს. ეს იყო დაუვიწყარი, ყოველი წამი უწმინდესთან ერთად ჩემთვის იყო დაუვიწყარი წამი, რომელიც ყოველთვის მახსენებს ვინ ვარ, როგორ უნდა ვიცხოვრო და უბრალოდ მადლიერების შეგრძნება არის უკიდეგანო. ძალიან ბევრი შემიძლია კიდევ ვისაუბროთ, თუმცა იმდენად ძნელია ერთადერთი რაც მინდა რომ ვთქვა ის რომ მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ მოევლინა ჩვენს ქვეყანას უწმინდესი და ზუსტად ვიცი რომ მისი აი ყველაფერი რასაც შეეხო უწმინდესი მისი მოვლინება არის ღმერთისგან და ყველაფერი არის ძალიან მადლიანი და მარადიული. რას უსურვებთ? აი მე რა თქმა უნდა უსურვებ რომ ბედნიერი იყოს და მისთვის ბედნიერება ვიცი რაცაა რომ მისი სამშობლო იყოს კარგად. ეს ნამდვილად ვიცი და ეს ჩვენთვისაც ბევრჯერ უთქვამს და მისი ოცნებაა რომ გაერთიანებული საქართველო ნახოს და ჩვენი ხალხი რომ ნახოს დამშვიდებული და ერთსულოვანი. სწორედ ამიტომ დაახო ჩვენ ტელევიზორს ერთსულოვანად. დიდი მადლობა ზვიად უმეტესი მადლობა. ზვიად ბულქვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. და ვაგრძელებთ გადაცემას საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარს და მის მწყემსთავრის შესახებ ისაუბრებს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, პატრიარქთან შეხვედრებს გაიხსენებს და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. ჩემი პირველი შეხვედრა უწმინდესთან და უნეტარესთან იყო ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც უწმინდესი გახდა პატრიარქი. ჩვენ ცხოვრობდით ქარვასლაში, სიონის 8 ნომერში და ამიტომ ბავშვები თამაშობდით ხოლმე სიონის ეზოში, პატარები ვიყავით და მცირე რიცხოვანი მრევლი დადიოდა მაშინ ეკლესიაში, იმიტომ რომ კომუნისტების დრო იყო და უცებ მოხდა ისეთი რამ, თან ბავშვი ხო ვერად ვიცნობიერებს, ვერ ხვდება და უცებ დაიწყო სიონში ხალხის მატება. ვხედავთ, რომ დადიან ახალგაზრდები, ლამაზები, ძალიან ბევრი ადამიანი არის და როდესაც შევედით ტაძარში, ძალიან პატარები ვიყავით. ოღონდ აი მახსოვს საოცარ მოგონებად, როდესაც პირველად დავინახე უწმინდესი მაშინ მართლა ურთულეს დროში, როდესაც იდევნებოდა რელიგია, აი ესეთი მრავალრიცხოვანი მრევლი მიიყვანა ეკლესიაში. შემდეგ უკვე ჩემი ოჯახის ან მქონდა შეხება, მამაჩემს უყვარდა ძალიან და ძალიან დიდ პატივს სცემდა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ ორი ადამიანის ფოტოედო მაგითაზე ეს იყო. დედამისის და უწმინდესის. ოღონდ აი ეს როდის იცით, აი 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანი წლების დასაწყისში. მერე როდესაც მამა გარდაიცვალა უწმინდესის ლოცვა კურთხევით, მორისი დაკრძალეს სამთავროს დედათა მონასტერში. აი ისეთ სითბოს, სიყვარულს, მზრუნველობას გჩუქნიდა ჩვენ ყოველთვის. ოღონდ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო მე და ჩემ ოჯახს, არამედ ყველას. ის აი თითქოს რენტგენივით ხედავს ადამიანის საწყის და იმ აი ყველაზე ცოდვილ ადამიანებშიც კი აი იმ პატარა მარცვალს ხედავს, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ყველა ადამიანის
საწყისი მაინც სიკეთე არის, მე ასე ვფიქრობ. თვისება, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესი, აი, თითქოს არამიწიერი ადამიანია, აი, სხვა სიმაღლეზეა და ამ დროს აქვს საოცარი უნარი მიწიერი სილამაზით, ტკბობის, აღფრთოვანების, აი, იგივე ვთქვათ, როგორი საოცარი სინატიფით ტკბება ხოლმე ყვავილებით, ბუნებით, ხედით, აი პატარა რაღაცა ნაკეთობით, იმდენად მაღალი და იმდენად დიდია, რომ იცის, რომ ეს ცხოვრება ამ ქვეყნიური არის საჩუქარი და მართლა ყოველი წუთით უნდა დატკბე. მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან მომეწია შეხება არაერთხელ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არაერთხელ უთქვამს, რომ დაიღალა და რთული ცხოვრება განვლო, მაგრამ ყველა აღფრთოვანებული იყო ხოლმე ყოველთვის და ყველას უდიდესი სიყვარული ჰქონდა მისი და აქვს და ექნება 100 წლის მერეც. მინდა რომ კიდე დიდხანს გყავდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდებით, იმიტომ რომ თქვენ რომ ხართ, აი რაღაცნაირად თითქოს დაცულებს, გრძნობთ თავს. ასეა მართლა, როცა უსურვებთ ხოლმე უწმინდესობას, ალბათ მე ჩვენ თავში აღმოვაჩენთ, რომ თითქოს ჩვენ თავს უსურვებთ, რომ იყოს, ხო? თითქოს ჩვენ თავს უსურვებთ, რომ ჯანმრთელად იყოს, ხო? თითქოს ჩვენ თავს უსურვებთ, რომ რა კარგია, რომ 93 წლის ვზანდებით და იმაზე აღარ ვფიქრობთ, რომ შეიძლება დაიღალა მართლაც, ხო? ყველაფრით, მაგრამ აი არ ვაძლევთ საშუალებას, რომ დაიღალოს. ძალიან გვჭირდება. ისიც როგორც აი ნამდვილი მამა ამ ყველაფერთვის ცოცხლობს და უძლებს და ალბათ აი ღმერთით ისმენს და ამიტომ ღმერთმა კიდევ დიდხანს გიმყოფს და როგორც რომამ აღნიშნა კიდევ აი მრავალი წელი შევძლოთ რომ მიულოცოთ მას დაბადების დღე და პატრიარქობა. ამინ და პატრიარქს ახლა ექიმები მიულოცავენ დაბადების დღეს. პატრიარქის ექიმები ბატონი შალვა პეტრიაშვილი და ბატონი თამას ხელაძე შეგვიძლია მათი სურვილები მოვისმინოთ. უწმინდესთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. იმის მერე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ეს იყო 1996 წლის ნოემბერი. მისი ახლობლის რეკომენდაციით მოხვდი უწმინდესთან. რაზე იყო საუბარი, რა უთხრა მან, როგორ შესთავაზა ჩემი თავი, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ მე დამირეკეს და მითხრეს, რომ უწმინდესთან უნდა მისულიყავი და გამეხარდა კიდევაც, შევშფოთდი კიდევაც, რომ იმ ღამეს თელეღამი არ მიძინია. მივედი უწმინდესთან მეორე დღეს, მივედი ძალიან დიდი მორიდებით, მე სხვა დროს უწმინდეს ესე პირისპერ ნანახი არ მყავდა და დამხვდა იქ საოცრად მოალერსე, მომღიმარი ადამიანი და მთლიანად მომეხსნა ის ჩემი ღელვა მასთან ურთიერთობის დროს. იმის მერე მე დავდივარ უწმინდესთან როგორც ექიმი, შევუერთდი იმ გუნდს, რომელიც ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და უფრო აქტიურად ვარ 2009 წლიდან. და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ესეთი დიდი ბედნიერება მომცა, რომ მოვიაზრები იმ გუნდის წევრად, რომელიც ყურადღებას აქცევს უწმინდესის ჯანმრთელობას. ყველას თვის დიდი პატივია, რომ უწმინდეს მიულოცოს დაბადების დღე იქნება თუ ინტრონიზაციის დღე იქნება თუ რამე სხვა ღირსშესანიშნავი თარიღი იქნება. ჩემთვისაც დიდი პატივია მიულოცო უწმინდეს დაბადების დღე, უსურვო მას ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე. და ჩვენც ყოფილიყავით ისეთი მოალერსეები და ისეთი მოყვარულები უწმინდესისა, როგორიც თვითონ არის ყველას მიმართ. დაახლოებით 2018 წელი იყო, როდესაც ქალბატონ გულიკო ჩაფიძემ მიმიყვანა პირველად პატრიარქთან და იქიდან დაიწყო ეს ბედნიერი დღეები პატრიარქთან ურთიერთობის. განსაკუთრებულია პატრიარქთან ურთიერთობა, მის უწმინდესობას გააჩნია განსაკუთრებული სიყვარული ხალხისადმი,
რაც ეს ნათლად ჩანს და ძალიან კეთილია, არ შეიძლება რომ ვინ მან იცოდეს რომ ადამიანს მისი დახმარება სჭირდება და არ დაეხმაროს პატრიარქი და ეს ნამდვილად საოცარი და განსაკუთრებული უნარი არის მისი უწმინდესობის. ყოველი დღე არის განსაკუთრებული, ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი შეხვედრა მასთან ურთიერთობა არის ანუ ერთი ურთიერთობა არ არის, ყოველთვის არის სულ სხვანაირი, განსაკუთრებული და ყოველთვის პატრიარქისგან მოვდივართ განსაკუთრებული სიხარულით, დალოცულები და უფრო სხვა ენერგიით და ეს არის განსაკუთრებული პატრიარქთან ურთიერთობის. თქვენ უწმინდესობაო და უნეტარესობაო განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით გილოცავთ აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს და დაბადებიდან 93 წლის იუბილეს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე. მადლობა ბატონი შაულა და თაზოსახი დიმიქიმებს, რომლებიც მაწლეულებია უკვე ზრუნავენ მისი უწმიდესობის ჯანმრთელობაზე და იმისთვის რომ მისხნეთ იყოს და მართლაც ძალიან დიდია მათი შრომა. ის არ ჩანს ბევრ მარეთის 24 საათის განმავლობაში მიუხედავად მათი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად არიან ხოლმე უწმიდესთან და ძალიან ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და მადლობა ყველა ექიმს, ვინც აი ამდენი წელია ალბათონი ცისანა უნავახსენე ალბათონი ცისანა ჟარტავა და ბევრი ალბათონი გულიკო და ბევრი ვინც აი მართლა დღე-დღე ზრუნავენ მისი უწმიდესობის ჯანმრთელობისთვის და შეიძლება შუაღამის მიხვიდეთ და მთელი დღე დატვირთული დღის მერე მივიდნენ და უწმიდესი ჯანმრთელობა უნდა შეამოწმო ყოველდღიურ საღამოს და მადლობა მათ ამისთვის. და ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას პოეტი, მსახიობი ქალბატონი ირმა გურიელის ინტერვიუს და მილოცვას შემოგთავაზებთ ახლა, სადაც სურვილებთან ერთად ავტორი საუბრობს მის ახალ წიგნზეც, რომელიც კათოლიკოს პატრიარქს მიუძღვნა. იმ ბედნიერ ადამიანთა შორისა ვარ, რომელსაც წილად ხვდა პატრიარქის აღსაყდრებიდან პირველივე დღეებიდანვე ყოფილიყო სიონის ტაძარში. მე მომსწრე ვარ იმ დღეებისა, როცა 15-20 ადამიანი იყო ტაძარში. პატრიარქი ყოველ შემოსულს ათვალიერებდა, სიხარულს ვერ მალავდა, მით უფრო თუ ნაცნობის სახე შემოვიდოდა. ძალიან მალე დაიწყო სიონის ტაძარმა შევსება, უფრო მეტიც, უკვე ეზოშიც კი აღარ ეტეოდა მრევლი. პატრიარქი როგორც პატარა ბავშვებს ისე დაგვიწყო ყველაფრის თავიდან ახსნა. პირჯვრის დაწერასაც კი გვასწავლიდა. მოთმინებით, რუდუნებით გვზრდიდა, სულს გვიახლებდა. იმასაც ვამჩნევდი, რომ ძალიან უხაროდა, როცა ჩემი პატარა ბიჭებთან ერთად წირვალოცვაზე ხშირად მხედავდა, თითქმის ყოველთვის. იცით, მე რაღაცნაირად ღვთისწყალობა მერგო. ასე შეიქმნა საგალობელი ღვთისმშობლისადმი. ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი იყო მაშინ 80-იან წლებში. დღემდე მღერიან იმ საგალობელს ღვთისმშობლისადმი. 40 წელია სრულდება საგალობელი მაცხოვრისადმი, უფლისადიდებელი. შეიქმნა ტრილოგია პატრიარქისადმი მიძღვნილი. არ იყო არც ერთი მნიშვნელოვანი დღე, როცა მისი ბრძნული ქადაგებიდან მნიშვნელოვანი ჩემთან, ჩემს გონებაში არ ჩარჩენილიყო და მე იგი ლექსად არ გადმოღვრილიყო. მისი ქადაგებების წყალობით ჩემი სული ივსებოდა ყოველთვის. მისივე ქადაგების წყალობა იყო ის, რომ გვითხრა აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი წინაპრების ისტორია. 5 თაობა მაინც თქვენთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მე ამანაც გამომაფხიზლა და დავიწყე ძიება და აღმოჩნდა, რომ ბებია ჩემის ბაბუა, მოსე გიორგაძე ყოფილი მღვდელი. ბებია ჩემის დედამ ბიბლია თითქმის ზეპირად იცოდა თურმე. და იცით, მათი ცხოვრებისეული ისტორიიდან ბევრი საინტერესო მასალა აღმოვაჩინე, რომელსაც ალბათ გავაერთიანებ ყველაფერს და წიგნად დავწერ. ასე რომ მე მადლიერების და დიდი სიყვარულის მეტი ჩვენი პატრიარქისადმი არაფერი მეთქმის და მე შევძელი პატარა სახსოვარი, აი ეს წიგნი. მეჩუქებინა
პატრიარქისათვის დაბადების დღეზე. მე შევეცადე ამ წიგნში ჩემეული ახსნით პასუხი გამეცა პატრიარქის იმ ქადაგებისა და სულის ამოძახილისათვის, რომელსაც ქვია ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ჩემი ეს პატარა მოგრძალებული წიგნი, რომელსაც სულის ვენახი ქვია, სწორედ ამის ახსნას ემსახურება. აქ არის მიძღვნილი მაცხოვრისადმი, ღვთისმშობლისადმი, თავად პატრიარქისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსები. თქვენო უწმინდესობავ, ამ პატარა ლექსით გილოცავთ დაბადების დღეს. მადლობა უფალს, დიდება ღმერთსა, რჩეული მწყემსი გვარგუნა ერსა. უწმინდესო და უნეტარესო, გთხოვთ მიტევებას ცოდვათა ჩვენთა. ერის ცოდვების დამტევებელო. არა, არ ზიდეთ ჯვარი ამაოდ. ჩვენი სულების გადამრჩენელო, მადლობას გწირავთ, ბრძენო მამაო. გულით გილოცავთ დაბადების დღეს. მადლობა წარსულ განვილსა დღესა. მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, მრავალჟამიერ, მრავალსა წელს. ძალიან ბევრი ადამიანს აქვს სურვილი რომ მიულოცოს პატრიარქს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ რომ ამ ადამიანებს შევხვედროდით, მათი მილოცვები, მათი სურვილები ჩაგვეწერა და ესე გაგვეზიარებინა მაყურებლისთვის. ამას ერთი გადაცემა კი არა, ალბათ კვირეული არ ეყოფა და ვერ ასახავს ვერც მისი უწმინდესობის ყურს და ვერც საზოგადოების სიყვარულს, რაც აკავშირებს ყველას. აი, რამდენიმე ყველა სტომარმა თქვა, თითქოს აი გინდა თქვა, მაგრამ ბოლომდე ვერ გადმოსცემ. არც სიტყვები ყოფნის, არც ემოცია. ნუ ალბათ ყველაზე მთავარი რაც მოგეს ყველას ეს არის მადლობა. მადლობა და სიყვარული მისთამი. მადლობა ჩვენს უწმინდეს და კიდევ ერთი ინტერვიუ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ. ჩვენ შევხვდით მომღერალ თამარ გვერწითელს და მისი სურვილები და მილოცვა უწმინდესის დაბადების დღესთან და აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით. პატრიარქი ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მღელვარებას იწვევს, როცა პატრიარქი ისმეს შესრულებას. ძალიან მღელვარ როცა ვასრულებ ჩემს სიმღერას საქართველოს, იმიტომ რომ პატრიარქის თხოვნით როცა სრულდება, რასაკვირველია დიდი პასუხისმგებლობაც და როგორც ჩდება ეს ბგერა, არც მეც არ მესმის. მაგრამ ძალიან მართლა ძალიან ვღელავ და ეს ვღელვარება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ მის უდიდეს პიროვნებას და ბედნიერებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მისი მუსიკისაგან. რამდენჯერმე შემისრულებია პატრიარქის მიერ დაწერილი ეს მართლა შედევრებია, რასაკვირველია დიდ მღელვარებას ყველა გზნობის გარეშე კიდე მღელვარება ერთვის. მაგრამ მე მშვიდდება ადამიანი, როცა შედის ამ მუსიკის წიაღში და პატრიარქის გვაკურთხებს ხოლმე რამის შესრულებას როცა დავაპირებთ. პირველი შეხვედრიდან გავიდა უკვე მრავალი წელი, მაგრამ უდიდესი ბედნიერება იცნობდე პატრიარქს, გაკურთხოს პატრიარქმა, გიყვარდეს ჩვენი პატრიარქი, დღეგრძელობა ჩვენ პატრიარქს. გაბწყნებული საქართველო და ძალზე ბედნიერები ვართ, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობთ. ბედნიერია ეს ერი, რომელსაც ესეთი პატრიარქი ყავს. გავკადნიერდები და კიდევ ერთხელ ვუსურებ ბედნიერებას და ეს სიყვარული, რომელთაც ჩვენ ვუყვარვართ მას, ყველას გაგვემართლებინოს, როგორც შევძლებთ. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. ყველას გიყვარს და ფოტოშორის დღეს ვფიქრობდი ამაზე, რომ შენ გახსოვს ელისაბედ, როცა ფიზიკურად შეეძლო, ესე იგი, აღსაყდრება, ილიაობა და დაბადების დღე საპატრიარქოსკარი იღებოდა და ყველა მსურველ ათასობით ადამიანი შეიძლება მისულიყო და მიიღო. ასე იყო. რა თქმა უნდა, მის უწმინდესობას არც ქება უყვართ, არც აჩუქრები, მაგრამ აი რო დაფიქრდები, როგორ შეუძლია ადამიანი გაახავს. ყველას აძლევს საშუალებას, რომ გამოიხატა სიყვარული პატრიარქისათვის.
ეს მე რაღაც რამდენჯერმე უცხოეთში მოხდა სასწაულებებს რომ მოუყევი, გაუკვირდა ძალიან, იმიტომ რომ ეს ადული არ არის პატრიარქებთან ხელთავროსთან მისვლა და რომ უნებოდ რომ მოკლედ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს პატრიარქთან, ლოცვა-კურთხევა ეხოს. ეს არის წარმოუდგენელი. ახლა არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში, აი საღამოს ლოცვები რომ ტარდებოდა ხოლმე უწმინდესთან, იქაც ძალიან ბევრი ადამიანს სურვილს შეეძლო მისულიყო და პატრიარქი ესე პირადად ენა. ეხლა რატომ უყევი მამა შალომ სწორი რამე თქვა, ეხლა შესაძლებელია ყველა წირილი ვერ წაიგეთოვა, დღეს ფიზიკურად უბრალოდ შეუძლებელია ყველას კურთხევა გასცეს და მიიღოს, მაგრამ აუცილებლად ძნობს ის საზოგადოების დამოკიდებულებას და მე მჯერა რომ დღეს იმ სიყვარულს რომელსაც ათასობით და ნამდვილად შემიძლია თქვა მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბევრი არაქრისტიანიც გამოხატავს. იგრძნობს და მას ძალიან უყვარს ურთიერთობა ადამიანებთან. აი ეს ამბობს რომ ყველა დიდი სასწაული არის ადამიანი. და მისი უწმინდესობას, აი ჩემი ასეთი აზრია, აი ხო ბევრი რამეზე ფიქრობ, როგორ შეიძლება დაახასიათო. ის ასრულებს ყველაზე მთავარ ცნებას ღმერთის სიყვარული და ადამიანის სიყვარული და მსახურება. და აი დარწმუნებულიო რომ ძალიან გაუხარდება და რა შეგვიძლია უსურვოთ. გრძელობა, სიცოცხლე და მის გულში რაც არის ღმერთის ლოცვა ის აუსრულოს ღმერთმა და ამოდით საჩქარი არაფერი იქნება. ძალიან მოყვარხართ და ძალიან მინდა რომ დიდხან შეძლოთ მოგილოცოთ დაბადების დღე და დიდხანს იყო ჩვენი ეკლესიის მამამთავარი. მრავალჟამიერი თქვენი სიცოცხლე უწმინდესო და უნეტარესო. მადლობა თქვენ ძვირფასო მაყურებლებო რომ გვიყურეთ და გილოცავთ დამდეგ ქრისტეშობის დღესასწაულს, მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა მსოფლიოს. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებთ.